მოგესალმებით საღამოშვიდობის პირველ რიგში. ძალიან მიხარია რომ ამდენი მოხვედით სიცხის მიუხედავად, სამუშაო დღის მიუხედავად. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ლექცია, რომელსაც ვატარებთ ახალი აკადემიის სახელით, რომელიც არის ერთი აკადემია. მე გახლავართ მერი მაღლაკელიძე, წარმოვადგენ ამ აკადემიას დღეს. და დაგეგმილი გვაქვს რომ მსგავსი ლექციები კიდევ ჩავატაროთ ბევრი გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით და არა მხოლოდ. და ძალიან გვიხარია რომ დღევანდელ დღეს პირველად როცა ვიწყებთ ლიტერატურის მიმართულებას ჩვენს აკადემიაში, ესეთი საინტერესო და ძვირფას მოხსენებელი გვყავს ბატონი ლევანის სახით და გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, ჩემი აზრით, აქტუალური, მნიშვნელოვანი. არქიპელაგ გულაგზე ვისაუბრებ დღეს და რა ვიცი, მე თავს აღარ შეგაწყენთ და გადავცემ ბატონ ლევანს სიტყვას. მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო, მივესალმები ყველანაირ წამოწყებას, რომელიც ახალგაზრდებში ცოდნის დამკვიდრებას უწყობს ხელს, აკადემიის ამოცანაც ეს არის. არქიპელაგი გულაგი არის ის წიგნი, რომელსაც დაიგვიანა საქართველოში, მაგრამ ობლისკვერის არ იყოს გვიან, მაგრამ მაინც გამორცხვა და ხედავთ ამ ხელა გამორცხვა, ეს გახლავთ პირველი. კიდე იქნება ორი ასეთი. მინდა გითხრათ ჯერ წიგნზე. იმისთვის რომ ითარგმნოს არქიპელაგი გულაგი, იმდენი რამეა საჭირო, რომ ყოველთვის ჩანდა რომ ამას გაკეთება ვერ მოხერხდება. არსებობს ეს წიგნი ბევრ ენაზე, მაგრამ ყველა არ არის კმაყოფილი და ყველა არ არის ბედნიერი, იმიტომ რომ მისი თარგმნა ფაქტობრივად შეუძლებელი ჩანს. დავიწყოთ იმით, რომ ესაა მთელი სამყარო, წარმოიდგინეთ 10 მილიონი კაცი და 10 მილიონი კაცის იზოლირება და მათი შექმნილი ახალი რუსული ენა. რუსები მაგალითად ნაჯდომ კაცს ატყობენ 3 რამით. ესაა იერი, რომელიც შემიძლია აგიხსნათ როგორ ვცნობთ ხოლმე იერით, მაგალითს გეტყვით ხატრული ფილმიდან. მეორე გახლავთ ლექსიკა და მესამე არის ის ენა. ლექსიკაში რა ხდება იცით? ეს ხალხი ირჩევს იმ სიტყვებს, რომელიც 20-იან წლებში რო შეხვალ გულაგში. და არიციან ის სიტყვები 30-იან, 40-იან, 50-იან, 60-იან წლებში ხო დაიბადა რაღაც. მაგალითად გულაგელ კაცს უთხრა სპუტნიკიო ვერ გაიგებს. არიცის. ამერიკელმა იცის რა არის, იმათ არიცი. მოკლედ ვისი თქვა მინდა. რუსების ყველაზე დიდი აკადემიკოსი ლიხაჩოვი. ამ ხელა არავინ არ ყოლია ჰუმანიტარიის დარგში. რა თქმა უნდა, ნაჯდომი კაცი იყო, ყველაფერი მოახერხა, იჯდა კიდევაც, სტალინური პრემია მიიღო, კიდე იჯდა. საინტერესოა, რომ მერე არ ჩასვეს. ის ამბობდა, რომ როდესაც გამოვიდა ხალხი, შეხვდა ერთმანეთს ორი რუსეთი, ერთი რომელიც სვამდა და მეორე რომელიც იჯდა. და როდესაც ეს თქვა, მე ვთხარი ქართულად ძალიან ორაზროვნად გამოდის, მეთქი ერთი რომელიც სვამდა ნიშნავს რასაც ის გულისხმობდა კათოლიკე საჟალ და კიდე ნიშნავს რომ სვამდა. ხო, ლიხაჩოვიც სვამდა რა თქმა უნდა. ასე რომ ორი რუსეთი. ჩვენ ყოველთვის ვიცით რომ საერთოდ ყველაფერი ერთი არსებობს, თომას მანმაც კი თქვა რომ არანაირი ორი გერმანია არ არსებობს, მეც იმ გერმანიიდან ვარ, რომელმაც ომი დაიწყო. და მე თქვა ძალიან უცნაური რამ, რომ გერმანული კლასიკური მუსიკიდან დაიბადა ფაშიზმი. ყველაზე კარგი რაცაა. თუ ჩემი არ გჯერათ და მისი არ გჯერათ, მისივე დოქტორი ფაუსტუსი შეიძლება წაიკითხოთ, სადაც 24 წელი გენიალურ კომპოზიტორს უწერს და უწერს სატანა მუსიკას. და ძირითადად იგულისხმება შონბერგის მუსიკა და შონბერგს ძალიან ეწყინა, რო იცოდეთ ის. დავიწყოთ იმით, რომ ამ წიგნის თარგმნა ძნელია პირველი, იმიტომ რომ არსებობს სპეციფიკური გულაგური ჟარგონი, რომლის თარგმნა შეუძლებელია.
ჩვენ არ გვაქვს ეს სიტყვები, ვერ გვექნება, იმიტომ ჩვენ არ გვაქვს ეს მოვლენები. მაგალითად, შეიძლება ვთქვათ ვიღაცაზე, რომ ჩაეშვა. მაგრამ ჩაუშვეს და იცით რას ნიშნავს ქართულ ჟარგონზე ჩაუშვეს ნიშნავს დააბეჭდეს. იქ სხვა რამე არის. ჩაშვება ნიშნავს სოციალური წლიდან გაიყვანეს და დამარხეს. აკადემიკოსია, მაგრამ ჩაშვებულია. ანუ ადამიანი აღარაა. მოხუცები ხო გვინახავს, რომ აღარ არიან პიროვნებები და მაშინ არის ყველაზე მძიმე მათი დაავადება. როდესაც გეუბნება ვინ ხარ შენ. თურმე ბებია ჩემს უყვარდი ძალიან და ამიყვანდა ხელში ეს ბებია მე არ მახსოვს. და ამბობდა რა კარგი ბავშვი, ვისი ბავშვი ეს. ეს შენი შვილი არის მისმა შვილი. და დაინაცოლოს ბებია და 5 წუთს მე ვისია იბახა. ზუსტად ასეთი ამბები გვემართება, როცა ასეთი წიგნი უნდა ითარგმნოს. წარმოუდგენელი სირთულე არის ერთი ტერმინოლოგია. მეორე, ძნელია მხატვრულად თარგმნო, იმიტომ რომ სულ ხელი გაგირბის, რომ შენიშვნები აკეთო. და შენიშვნები ან წიგნზე მინდა გითხრათ, ეგ წიგნი არ არის. მართალი გითხრათ, მე რომ ჯოისი ყოფილიყავი, მოვითხოვდი, რომ ჩემი ტექსტი დაებეჭდათ, როგორც არის და სხვისი ტექსტი უფრო მეტი როცა ჯოისის ტექსტზე, ეგ მაინდამაინც სწორი არ მგონია. ასეთი წიგნებიც არსებობს. გულაგი ასეთი თუ იქნება, ყველაზე მთავარი დაეკარგება. იმიტომ გულაგი არ არის სამეცნიერო კვლევა. გულაგი მხატვრული წიგნია. თურმე შეიძლება მართალი ამბებისგან შეიკეროს მხატვრული წიგნი. არადა ხო წარმოგიდგენიათ, როგორ გამწარდებოდა ერთი დიდი რუსი მწერალი, როდესაც 1970 წელს ვიღაცამ უთხრა, რომ ნობელის პრემია რუსს მისცესო. და სახში გაიქცა, ბაბოჩკა გაიკეთა და ჩაიცვა, იმიტომ რომ რუსი მწერალი ვისთვისაც უნდა მიეცათ ნობელის პრემია, ერთი ცალი იყო მსოფლიოში, ერქვა მას ვლადიმირ ნაბოკოვი. და რო გაიგო, რუსი მწერალია, მაგრამ ეს არ არის ნაბოკოვი, არამედ არის სოლჟენიცინი, რომელსაც ჯერ არქიპელაგი გულაგიც კი არ ქონდა გამოცემული. მანამდე მისცეს ნობელის პრემია. ძალიან ეწყინა და გაანადგურა თავისი ჭკუით. ორ მწერალს ვერ იტანდა სოლჟენიცინს და დოსტოევსკის. სამაგეოდ უყვარდა ტოლსტოი. და თავის თავზეც არ იყო დაბალი ასე. მშვენიერი მწერალია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მან თქვა, რომ ლიტერატურა გაჩნდა მაშინ, როდესაც პატარა ბავშვმა დაიყვირა მგელიო და მის უკან აღარ იდგა მგელი. იმიტომ როცა პირველად დაიყვირა მგელი, უკან მოძლებდა ნეანდერტალელი დიდი მგელი. მაშინ არ დაიბადა ლიტერატურა. მაგრამ როცა დაიძახა მგელი და უკან არ იდგა, ან როგორც კი გამონაგონი გაჩნდა, მაშინ ჩნდება ლიტერატურა. ანუ პრინციპულად ამ წერალს გონია, რომ ეს ლიტერატურა არ არის. სოლჟენიცინი იდგა გზის გასაყარზე და მან შეცვალა არა მარტო მსოფლიოს წარმოდგენები, მან შეცვალა ლიტერატურაც, იმიტომ რომ მას შემდეგ ყველანაირმა დიდმა მწერლებმა დაიწყეს ასეთი წიგნების წერა, როგორც ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენის ეპოქიდან. მაქს ფრიშის შესანიშნავი წიგნი და ასე შემდეგ. ხოლო ერთი მწერალია, აქაც იყო მე მგონი თქვენთანაც და იქაც და მთელ საქართველოში ყველგან ყავდა სტუმრად, მე მას დაბადებიდან ვეგეტარიანელ ქალს გოჭი ვაჭამე წისქვილში, ნობელის ლაურეატი, რომელსაც არასოდეს ერთი სიტყვა არ დაუწერია თავისი. მაგნიტოფონით დადის, იწერს და იქიდან იქნება მისი ლიტერატურა ნობელის ლაურეატია მოგესწრებათ. სოლჟენიცინის გარეშე არც ალექსიევიჩი იქნებოდა, მე მგონი არ იქნებოდა ძალიან ბევრი დიდი მწერალი, ეს ლიტერატურასაც ეხება. რაც შეეხება თვითონ გულაგის ამბავს. ალექსანდრე სოლჟენიცინი იყო ჩვეულებრივი გულუბრყვილო საბჭოთა ადამიანი. რას ნიშნავს გულუბრყვილო? კაპიტანი კაცი იყო, განათლებული კაცი იყო, ომში იყო და კაპიტნობას მიაღწია. და მეგობარს მიწერა, რომ ამხანაგი სტალინი
სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით ცოტა ვერ არის. ამის მერე ცოცხალი რო გადარჩა, ეს საინტერესო ამბავი არის. ჩვენს ეპოქაში, როცა დაყურადება ასე იოლი არის, როცა ამერიკაში კანონია მიღებული, რომ ყველა იმეილის წაკითხვა შეუძლიათ, როცა შენ რო ლაპარაკობ ტელეფონი და თუ იხმარ ისეთ სიტყვას, როგორიცაა blast, ან terror, ან რაღაცა, ეგრევე გეთიშება. და უკვე 5 წუთის მერე ჩვენთან არიან უკვე დასაჭერად. ამ ვითარებაშიც ხარ იყო საბჭოთა კავშირი. როგორ უნდა გაეგო მაგალითად მე კაპიტანმა რა მიწერე მეორე ფრონტზე მეორე კაპიტანს. ხო, მაგრამ ყველგან იყვნენ ისინი. გულაგი უპირველეს ყოვლისა არის გადაგვარების ფორმა, რომელსაც ქვია უშიშროება. ესა ყველაზე სახუმარო სიტყვა, იმიტომ რომ ყველაზე საშიშ მოვლენას დედამიწის ზურგზე ქვია უშიშროება. ყველაზე უფრო დიდი გათახსირება ყოველთვის გამართლებულია სახელმწიფო ინტერესებით, ხოლო სახელმწიფო ინტერესებზე ჯერ კიდე როდის გვითხრა მაკიაველი, რომ თუ შენ აპირებ სახელმწიფოს მეთაურობას, გაემზადე იმისთვის, რომ ჯოჯოხეთში მოხვდები. მე მაგალითად ჯოჯოხეთში მივდივარ, თქვა მან. ჩვენ ეს ვიცოდით მაკიაველიმდე, დავით აღმაშენებელმა რო დაგვიწერა კალობანი სინანულისანი, ვიცით, რომ თუ გინდა დიდი მეფე იყო, აეგ უნდა ჩაიდინო, რაც მან თქვა. მან თქვა, რომ არ არის დედამიწაზე ცოდვა, მე რო არ ჩამიდედი. ყველას ვაწყენინე. და ასე შემდეგ. ნუ მან ააშენა ჩვენი სახელმწიფო მოგეხსენება. ერთი სიტყვით ალექსანდრე სოლჟენიცინმა მიწერა წერილი მეგობარს და თქვა, სტალინი არაა დიდი სტრატეგოსი. გადარჩა იმით, რომ მხოლოდ 8 წელი მიუსაჯეს. 53 წელი იყო და ეს 8 წელი მან პატიოსნად მოიხადა. საერთოდ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტში არის ასეთი კანონი. თუ შენ მაქს აჟელს, ანუ პარლამენტის წევრობას ბოლომდე მოიხდი, პენსია გეკუთვნის და თუ არა, არ გეკუთვნის. ამიტომ თუ დახარჯდი და მინისტრად წახვედი, პარლამენტარის პენსიას უნდა გამოეთხოვო. მაინც გულდასაწყვეტი არ არის, დიდი კი არ არის, მაგრამ მაინც ასე. ზუსტად ასე არის ჩვენს შეგნებაში, პატიმრების შეგნებაში. არის ხალხი, რომელმაც მოიხადა და არის ხალხი, რომელმაც რატომღაც ბოლომდე ვერ მოიხადა. აი მაგ ხალხს, რომელმაც ვერ მოიხადა, ყოველთვის ექნება კომპლექსი, რომ მან ვერ მოიხადა. მაგრამ სოლჟენიცინმა მოიხადა. მას არ მოუწია არც ამნისტია, არც სტალინი მოკვრა, არც ხრუშოვი მოვიდა და არც ბერია დახვრიტეს და ასე შემდეგ. წავიდა და 8 წელიწადი პატიოსნად იჯდა გულაგში. ცუდ ადგილას. გულაგში კარგი ადგილები ნაკლებად არის. მაგრამ ახლა თუ დაუჯერებთ ზოგიერთ პატიმარს, ვინც პირველი გულაგი აღწერა, მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია, იჯდა სალავკიში. რომელსაც ერქვა სლონ. Соловецкий лагерь особых нарушений тураса. ეგეთი ციხე იყო, ცნობილი. სადაც ის ყვება ისეთ ამბებს, რომ ხანდახან ნადირობაში მონაწილეობდა, ხანდახან ციხის უფროსთან საუბრები ჰქონდა და შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ თქვათ ისეთ ცუდად არ იყო თითქოს. თუმცა ჰავა არის აზიზღარი, თუ ვინმე მაგით ყოფილა ჩრდილოეთში. მაგრამ ნელ-ნელა ლენინიდან დაწყებული საბჭოთა კავშირი აძლიერებდა ამ სისტემას და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ის, რასაც სოლჟენიცინმა დაარქვა არქიპელაგი. იცით, საიდანაა არქიპელაგი? ეს ლიტერატურული ალუზია. რუსულ ლიტერატურაში რუსებს ყავთ ერთი ძალიან დიდი მწერალი. როცა ლაპარაკობენ რუს მწერლებზე, ჩვეულებრივ ორს ასახელებენ. მაშინ როცა პატიოსანი ხალხი 4-ს მაინც იტყოდა. ტოლსტოის და დოსტოევსკის ასახელე ყველანი იცის მსოფლიოში. მერე შედარებით ინტელექტუალური ხალხი აუცილებლად იტყვის ჩეხოვს და ყველა ვისაც ფიზიკურად არ ეზიზღება რუსები აუცილებლად იტყვიან გოგოლს უკრაინელების გარდა, რომლებიც ღელავენ იმის გამო, რომ უკრაინელი კაცი რუსულად წერდა. საჩვენს იგივე პრობლემა არის ბელორუს მწერალთან ალექსიევიჩთან, რომელსაც უკრაინელი დედა ყავს, ბელორუსი მამა, მაგრამ რუსულენოვანია.
ერთი სიტყვით სოლჟენიცინმა მოიხადა 8 წლის ჯოჯოხეთი და დაიწყო ამის აღწერა. და დაწერა მოთხრობა, რომელსაც ქვია ივან დენისოვიჩის ერთი დღე. მან მოახერხა და ისე აღწერა პატიმრის ერთი დღე, რომ მთელი საბჭოთა კავშირი სტალინის ულაშებიდან დაწყებული და მოლოტოვის პედოფილობით და სხვა რამეებით გაგრძელება, ყველაფერი თითქოს ჩაჯდა იქ და დიდი სახელი მოუტანა, იმიტომ რომ მოახერხა და დიდმა რუსმა კაცმა, რომელიც დიდ რუსულ ჟურნალს ნოვი მირს გამოსცემდა, მოახერხა და დაბეჭდა ეს. ხოლო აკადემიკოსმა ფიოდოროვმა ისე რომ არ კითხა არავის, არ შეუთანხმა მთავრობას, არავის. წიგნად გამოსცა მალადაია გვარდიაში. ახლა მალადაია გვარდია რო ქვია და ანტისაბჭოთა რაღაცა რო დაიბეჭდა, მაგარი რამა. ნუ ის რა თქმა უნდა მოხსნეს მალადაია გვარდიიდან ბოლოს, როცა მიხვდნენ რომ ნამეტანი მოუვიდათ მასთან, ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორი. ანუ რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსეთის ორი ეროვნული ბიბლიოთეკა და ერთ-ერთის სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის უფროსად დანიშნეს. მე მაგ პერიოდიდან ვიცნობდი. მაგრამ წიგნად გამოვიდა. ერთხელ მე მეზობელი მყავდა ცეკავშირის უფროსი იყო. და მისი შვილები იყვნენ ჩემი მეგობრები. მე და მისი უფროსი შვილი ერთად სწავლობდით პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თავისუფლზე და ერთად დავტოვეთ ორი კურსის მერე პროტესტის ნიშნად და მოკლედ ამ კაცის სახლში ხანძარი იყო და ხანძრის მერე წიგნებს ალაგებდა. წიგნები არ იწვის მოგეხსენებათ კარგად და ამიტომ ბიბლიოთეკა ძირითადში გადარჩა. ამ დალაგებაში მეც მივიღე მონაწილეობა და აღმოვაჩინე ეს წიგნი აჯინჯენ ივან დენისოვიჩი, რომელიც არის რა პერიოდია წარმოიდგინეთ 70-იანი წლებია და ასეთი წიგნი არ შეიძლება. მეუბნები კიტაბიძია, ეს საშიში წიგნია, მე წავიღებ ამას და დავწვა და წამოვიხეთ სახლში. მოპარე კიტაში. ერთ სიტყვით იმის მინდა რომ სოლჟენიცინმა რომ გამოაქვეყნა ეს მოთხრობა და გახდა ძალიან პოპულარული, მას წერილი მიწერა 1000-ობით პატიმარმა. აი მე მაგალითად სოლჟენიცინთან გასახსენებელი ვარ, მაგრამ წიგნი რო გამოვეცი იმაზე თუ როგორი იყო ჩემ დროს ეს ნარჩენი გულაგი, ქართულად რო გამოვეცი არაფერი არ მოხდა გარდა იმისა, რომ ძირითადად თქვენს კაიაო. ანუ არავის არ უგინები ვარ, მაგის წიგნის გამო არ შემხვედრია კრიტიკა. მაგრამ რუსულად რო გამოიცა, კიდე მივიღე, ახლა სოლჟენიცინის გარდა მეც მივიღე წერილები, რომ აი მე რო ვიყავი, ასე იყო და რაღაცა. სოლჟენიცინმა მიიღო 1000-ობით წერილი. მათგან მან გამოარჩია და მან თქვა, აი ასე დაიწერება ეს წიგნი. ანუ ის არ იყო კმაყოფილი თავისი მოთხრობით, მხატვრულად კარგია, წარმატება კარგია, მაგრამ მან დაინახა, რომ 1%-იც ვერ თქვა იმ სიმართლისა, რომელსაც თუ არ ვიტყვით, აუცილებლად გამეორდება. მე მაგალითად ყვებოდი ციხის ამბებს, მაგრამ არასოდეს არ დამიპირებია, რომ დამეწერა. იმიტომ მე მეგონა, რომ ის იქ უნდა დარჩეს. მაგრამ მე ერთვენია დღე დავფიქრდი და მივხვდი, რომ იმ ხალხს, რომელსაც მე მინდოდა დამეწერა, არავინ არ იცნობს და ვერცვერავინ ვერასოდეს ვერ გაიცნობს. და ვიღაცას ეგონება, რომ საქართველოში რო ციხეა, ის გულაგია, ან ციხე ქვია მაგას საერთოდ. მე ზვიაძიძი გურმა მითხრა, ქათმის და გოჭის გარდა არაფერი მიჭამია. მე მაგათი საჭმელი არ გამისინჯავსო. ხო, მე კიდე ქათამი და გოჭი არ მიჭამე. მაგათ საჭმელზე ზიხარი იქ, ანუ მაგათ უჭმელობას. განსხვავება იმ ხელა, რომ მე არც მინდა ამაზე ვილაპარაკო. ანუ ციხე ყველგან ციხეა, მაგრამ გულაგი და ჩვენი განსხვავდება. პირველი განსხვავება, ჰავა. -45 გრადუსი.
მაგალითად ცალკეულ დღეებში. -40-ის მერე საბჭოთა კავშირი არ მუშაობდა, მაგრამ თერმომეტრი ცაში ეკიდა. რო არ დაგენახა რამდენია. ეს არის იმ მოთხრობიდან, რომ ეს მოახერხა ამის. ამის მერე რო დაინახო, რომ ამ ხელა მასალა შეშინდა, თქვა მე ამას ვერ დავწერ, ბევრია. და თქვა, მოდი მე მივმართავ დიდ მწერლებს. არა იმათვისაც დიდი სახელია ხადეევები და ესენი რო არიან. მაგრამ ვინც მართლა რაღაცა ნიჭიერი ხალხი. პირველი ვისაც მოძებნიდა, რა თქმა უნდა, მოძებნა ამ სფეროს ყველაზე სასტიკი, ყველაზე საშინელი და ყველაზე გულის გამხეთქავი ავტორი, რომელსაც დაწერილია კოლიმური მოთხრობები. შესთავაზა. იმამ უარი უთხრა. სოლჟენიცინი არ მოსწონდა. საქმე ის არის, რომ სოლჟენიცინი თვლის, რომ ადამიანი შეიძლება გადარჩეს გულაგშიც კი. ხოლო ზოგიერთი მწერალი თვლის, რომ ადამიანი აუცილებლად გადაგვარდა, როგორც მე გადავგვარდი, ამბობდა თავის თავზე ციხეში. სოლჟენიცინს არ გამოუვიდა თანამშრომლობა არც ერთთან, არც მეორესთან, არც მესამესთან, არც მეოთხეს, აი ბევრი არავისთან. და მიხვდა, რომ ეს მისი წვირთი იყო. ხანდახან მას ამ სუბუქად მოიხსენიებენ, ხო, ეგ რა მწერალია და უნდა გითხრათ, რომ აი ამ წიგნმა რო როლი შეასრულა მსოფლიო ისტორიაში, ის როლი არ შეუსრულებია ყველა წიგნს მხატვრულს ერთად აღებულს. ასე მოხდა. ეს აღნიშნავს, რომ ეს დოსტოევსკიზე დიდი მწერალია და არც იმას აღნიშნავს, რომ ტოლსტოია. არც იმას, რომ ჩეხოვია. მაგრამ ჩეხოვს ყველაზე მეტად გავს. რითი? ჩეხოვმა დაწერა კუნძული სახალინი. ვისაც ჩეხოვი მოწონს როგორც მწერალი, მან შეიძლება არც იცის ამ კუნძულ სახალინის არსებობა. სხვა შორის ჩვენი მთავარი ტერორისტი, რომ ამბობენ, რომ ქართველები ტერორისტები არ არიან, ლაღიაშვილმა ხომ მოკლა გრიაზნოვი და აი ეგ ლაღიაშვილი იქ არის აღწერილი ჩეხოვის იმ წიგნში. მოკლედ არქიპელაგი, იმიტომ დაართვა, რომ რუსულ ლიტერატურაში უკვე არსებობდა კუნძული სახალინი. და კუნძული სახალინი იყო ჯოჯოხეთის ერთი პატარა კუნძული და არქიპელაგი კი არის ჯოჯოხეთის მრავალი კუნძული. საქართველოს არც ერთი ციხე არ შედიოდა გულაგების სფეროში. გულაგი ესა главное управление лагерями, ან лагерей, ორივე სინტაქსი შეიძლება, მაგრამ მასში არ შედიოდა არც ერთი ის ციხე, სადაც ტემპერატურა -20-ზე მაღალია. ანუ გულაგი ეს ჯოჯოხეთი არის განმარტებით. თვითონ სიტყვა გულაგი მართალია აბრევიატურა, მაგრამ სინამდვილეში ჯოჯოხეთი. სოლჟენიცინს კი უნდოდა აღეწერა არა მარტო გულაგი, არამედ ტექნოლოგიური ხაზი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე ან იქ-სიკვდილამდე ყველაფერი. მას აღმოაჩნდა უცნაური ტალანტი. ეხლა ვინც კლასიკური ამბები იცით და ვისაც წაგიკითხავთ, არა მარტო მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაგალითად არისტოტელეს ისეთი უცნაური ნაწარმოები, როგორიცაა პოეტიკა. არისტოტელე ძალიან უცნაურია იმით, რომ მას უნარი აქვს იქ, სადაც ჩვენ ხედავ მხატვრულ სახეს, დაინახოს ტექნიკური შესრულება. ანუ ლიტერატურა დაყოს ისეთ ელემენტებად, რომელიც თუ ამატყობ, ისე იგი ნამუსი არ აგაქვს, ანუ არ გესმის. არისტოტელეს რო კითხულობ, ხედავ რომ ესმის. მაგრამ შთაბეჭდილება ისეთია, რომ ალგებრით ჰარმონიის შემოწმება სისულელეა. ამ სისულელეს ერთი მთელი ნაცია აყოლილი, რომელსაც გონია, რომ ალგებრული კომპოზიტორი უფრო დიდია, ვიდრე ხულიგანი კომპოზიტორი ბეთჰოვენი. გერმანელებს გონიათ, რომ ბახი უფრო დიდია, ვიდრე ბეთჰოვენი და მოცარტი. და ვიდრე მოცარტი და ბეთჰოვენი ერთად აღებული. სხვათა შორის მათ ასევე გონიათ, რომ ბახი უფრო დიდია, ვიდრე გოეთე. ჩვენ მაგას ვერასოდეს ვერ გავიგებთ, იმიტომ
რუსთაველს ახლა რომელი კომპოზიტორი უნდა შეოდო ცოტა უხერხული იქნება. თვითონ კომპოზიტორებიც არ იქნებოდნენ თან ახლა. ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა რომ სოლჟენიცინის ამოცანა იყო დაეწერა ისეთი რამ რაც ადამიანმა არ შეიძლება დაწეროს. ანუ მისი ამოცანა აი ერთმა დიდმა კაცმა შეძლო და მთელი ჯოჯოხეთი აღწერა. და სამუდამოდ მოიპოვა უკდავება. საშვილიშვილად. მაგაზე უკეთესი პოეტიც დაბადებულა იტალიაში, როგორც პოეტი, რიტმების, პოეტური სახეების, ბგერწერის და ამის თვალსაზრისით ერთ-ერთი პოეტი არის, პირველი არ არის, ეს რუსთაველი არ არის. ხო, მაგრამ ჯოჯოხეთი დაწერა. აი მაგით რუსთაველის არის. მაგრამ იმით არა, რომ ყველაზე მაგარი არის. არა, უბრალოდ ყველაზე მაღალ ის თქვენ ერთი თავი რო დაწერეთ, მოკდებით და იმან ამხელა ჯოჯოხეთი აღწერა. სოლჟენიცინი არის უცნაური გადაწყვეტა ლიტერატურაში. ხო იცით, რომ ჭორები დადიოდა ყოველთვის, რომ დიურმა ამდენს ვერ დაწერდა, ამიტომ მას ყავდა ეგრეთ წოდებული ზანგები, რომლებშიც ფერადკანიანები არ იგულისხმებიან, ანუ ჩვეულებრივი მონები, რომელიც ისინი დაწერდნენ. ახლა ეს იდეებს მიცემდა და ისინი აფორმებდნენ. ანუ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის როლს უსრულებდნენ ასე. სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი თავიდან ბოლომდე მისი დაწერილია, მაგრამ ამის დაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი. ანუ სოლჟენიცინმა იპოვა თანაშემწეები, ძირითადად ყოფილი პატიმარი ქალები, რომელთაც მას მიმართეს და თხოვეს დაგვიხმარე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც დაგვავალეთ. მათ შორის იყო ძალიან ცნობილი რუსი პოეტის, საბავშვო პოეტის, მსოფლიო პოეტის კორნეი ჩუკოვსკის ქალიშვილი ლიდია ჩუკოვსკაია და კიდევ ბევრი ვინმე ყოფილი პატიმარი ქალები. ესენი ბეჭდავდნენ, ამრავლებდნენ, ერთმანეთში მიჰქონდათ და მთელი ააწყო მთელი სისტემა. ანუ არსებობდა KGB და არსებობდა სოლჟენიცინის შექმნილი სისტემა, რომელიც ამ წიგნზე მუშაობდა. ეს წიგნი დაწერილი არის რიაზანში, მოსკოვის გარეუბნებში ყველგან, რომელიც კი გაგიგონიათ. ესტონეთში. ერთი პატარა ნაწილი საქართველოშიც კი. ანუ ის კაცი მოძრაობდა, მან შექმნა ასეთი შტაბ-ბეჭდილება. KGB-ს შეუქმნა შტაბ-ბეჭდილება, რომ მე ვიყავი დიდი მწერალი, მე ბეჭდავდნენ, მე გამაგდებს წერალთა კავშირიდან, მე ხალხი გამოვიდა, თქვა მაგასთან ერთად ხაერის თქვა არ შემიძლია, მე საქართველოს წერალთა კავშირი გამოვიდა, მე უზბეკეთის წერალთა კავშირი გამოვიდა, მე ყველა დიდმა მწერლებმა თქვეს, რომ გავაგდოთ, გავაძევოთ და შემდეგ. და შეუქმნა KGB-ს შტაბ-ბეჭდილება, რომ გატყდა და არაფერს არ აკეთებს. ფიზიკას ასწავლის სკოლაში. მითოსი შექმნა. ხოლო ცოლის საშუალებით შექმნა მითი, რომ on spilsa. მინდა გითხრათ, რომ ეს იშვიათი რუსია, რომელიც საერთოდ არ სვამდა. ეგეთი რამე არ არის. ნუ იმიტომ რომ ხო იცით, მან თავისი ცხოვრება აქცია ლიტერატურად. კიბო დაემართა, დაწერა რაკადი კორპუსი. შარაშკაში მუშაობდა, დაწერა კრუგე პერვონა. სანამ მივიდოდა ამ წიგნამდე, ის სერიოზულად მუშაობდა ლიტერატურაში და მან უპირველეს ყოვლისა გვაჩუქა მაგ წიგნებიდან ყველაზე კარგი მოთხრობების უკეთესი მას არაფერი და მხატვრული თვალსაზრისით წინვალე წერალი რო არის ჩანს. მაგალითად მატრიონინ დვორ. ან თუნდაც აჯინჯენ სხვაებიც. ბევრი აქვს. მაგრამ შარაშკა რომელსაც მას უწოდა პირველი წრე, ესა დიდი სახე აღებული დანტე ალიგიერისაგან. რა თქვა დანტე? დანტემ თქვა, რომ ჯოჯოხეთში არის 7 სასიკვდილო ცოდვა, მაგრამ ჯოჯოხეთში 7 წრე კი არა, 9. სამაგიეროდ განსაწმენდელში 7-ია. ზეცაში უკვე
64-ში 7-ია და მერე იწყება სხვა ამბები. რატომაა 9 და არა 7? საერთოდ მისი წარმოდგენა ასეთი იყო, რომ ღმერთმა ჩაავლო რახელი თავის ყოფილ მოსწავლეს ყველაზე უკეთეს, რა თქმა უნდა. უნდა გიღალატოს ყველაზე უკეთესმა მოსწავლემ. თუ მე მკითხავდით, რომელია შენი ყველაზე უკეთესი სტუდენტი, მე დავასახელებდი სახელს და გვარს, რომელსაც ახლა როგორც თავის დროზე ღმერთმა თავის საუკეთესო მოსწავლეს ყოფილ ჩაავლო ხელი, სიამოვნებით ასე დავატრიალებდი და გამოვაქანებდი. შემოვარდა დედამიწაში სატანა და გათხარა 9 წლე და ჩაიყინა სამყაროს ცენტრში. ამიტომაა 9 წლე გვიხსნის დანტე. მაგრამ კომპენსაციის სახით ახან მიწა მოიყარა რა. ის ნაწილი ამოიწვერა და ის არის განსაწმენდელი, რომლის ბოლოში იქნება მიწიური სამოთხე. მაგრამ პირველ წლებში არ არის ტანჯვა, მაგრამ არის დრტვინვა. ამ პირველი წლე არის დღევანდელი საქართველოს სამზარეულო, სადაც ტანჯვა არა, მაგრამ დრტვინვა არის, რამდენხანს უნდა უყუროთ ამ სისულელეს, რასაც უყურებთ. შეიძლება ვინმე ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე მაგალითად გქონია, რომ დრტვინვა გვაქვს. ვინა პირველ წლებში? პირველ წლებში არის ყველა, ვისაც არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ადრე დაიბადა. ქრისტემდე თუ დაიბადები, ცუდია შენი ამბავი. მერე ქრისტე რომ მოვა, თუ ადამი და ევა ხარ, შეიძლება წახვიდეს სამოთხეში, მაგრამ თუ სოკრატე ხარ, იქ დარჩები იქ, სადაც იქ. და ასე მოიფიქრა, სხვა შორის თქვა, რომ უნათლავი ბავშვები არიან იქ და 2006 წელს იმსჯელა სპეციალურმა კომისიამ კათოლიციზმში და დაადგინა, რომ ბავშვები სამოთხეში არიან. დანტე შეცდა ამ ნაწილში. პირველი წლე არის ასეთი, ხო და პირველი წლე ჯოჯოხეთის, ანუ გულაგის პირველი წლე არის შარაშკა. შარაშკა ეს არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. აი მაგალითად თქვენ ბრძანდებით ფიზიკოსი. და გაქვთ იდეები. დიდი ფიზიკოსი ხარ, სამყაროს ამბებს წვდები და ეგრევე ხვდები, რომ სტანი დებილია. იმიტომ რომ სამყარო, ხო? აინშტაინი მაგალითად აბსოლუტურად გარკვეული იყო, ვინ იყო ჰიტლერი, ვინ იყო ჰიმლერი, ვინ იყო ადენაუერი არა, იმიტომ ფილოსოფოსი იყო. ნუ ადენაუერი მეთქი უკაცრავად. პოლიტიკოსი კაცი სულ ტყუილად დავხარჯე. არა. იგულისხმება ის პატიოსანი გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი, რომელიც ჰიტლერის სახილში ატარებდა დროს ძირითადად და ყველა გაყარა უნივერსიტეტიდან. და რომ დამთავრდა ომი, ვერაფერი ვერ უქმნეს გერმანია, იმხელა ფილოსოფოსი იყო, რომ შინაური პატიმრობა რაღაცა უხერხულიც კი იყო მასთან. ვერ მიხვდა, იმიტომ რომ ჰუმანისტი როცა ხარ, აი მაგალითად ჰიტლერი ვინ იყო ვერ მიხვდა და ახლა სწორედ ეგ უნდა გავმარტო ჩვენ სოლჟენიცინი ვის დაეჯახა დასავლეთში ამ წიგნმა რა ქნა დასავლეთის სამყაროში 20-ან 30-ან წლებში უბრალოდ გაღმერთებული იყო სტალინი 40-ან 50-იანებში კარგად იყო სტალინი და ყველას უყვარდა ერთი გამონაკლისი არის ჰუმანიტარებში და ფილოსოფოსებში ბერტრან რასელი. იმას ლენინი მოწონდა მართალია თავიდან, მაგრამ მე 20-ან წლებში უკვე დაწერა ბოლშევიზმზე წიგნი და წერი გახდა. სარტრი სტალინისტი იყო? პირდაპირ, აი ესე, სტალინისტი. საბჭოთა კავშირში არ იყო ხალხი სტალინისტი. ყველა. მთელი ინტელიგენცია ესე. რატო? იმიტომ რომ ჩვენ იქ არ გვიცხოვრია, მაგრამ ვინ ცხოვრობდა ის კაპიტალიზმი ეზიზღებოდა ბურჟუაზია. შეხედეთ ჩვენს მდიდრებს და იმწოდათ მიხვდებით იმათ იმ მდიდრები კიდე რა იქნება ჩვენსაც რაღაც ტრადიცია მაინც იქნება სადღეგრძელოს მაინც იტყვის. ერთი სიტყვით მე მისმა მინდა რომ სოლჟენიცინმა პირველ წლებში აღნიშნა ის ხალხი ვინც დიდი ფიზიკოსია და სახში ზის და იძახის სტალინი შტერია ლენინი შტერი იყო ფიზიკამ თქვა რომ ასეა ხო და მოკიდა ხელი ჩასვა ციხეში, ოღონდ გაუშვა შარაშკაში, სადაც არ კლავს, არ ჩიმშილით კლავს და არც იმით, და უთხრა იმუშავე. აქ გააკეთე ბომბა. სახში რო ზიხარდა მე მაგინებ, მაგ დაჯექი ახლა და აკეთე და იქ გააკეთეს ბომბა. თქვენ თუ გონიათ რომ მართლა იჯრა ვინმე გენიოსი და მაგაზე მუშაობდა ინსტიტუტში
და სტალინი მაგას დაუშვებდა, რომ მე იმას მოეყოლა ვიღაცისთვის, რომ იმაზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, სულ ყველა დააპატიმრა. ყველა იჩიჩდა. აბსოლუტურად ყველა. შეგიძლიათ მოусმინოთ კაპიცას და კიდე სხვებს რაებია, რა თქმა უნდა, როგორ ამუშავებდა მხალს. ტიპებს ხანდახან მოსკოვში აგზავნიდა რიფთიაჩი შეიყვანდა და 700 სახლა კგბ-შნიკი, რა თქმა უნდა. ვითომ მოსკოვში არიან და ეს ყველანაირი დუბნები და ისინი ციხეები. ციხეა, ამას ქვია შარაშკა, ანუ პირველი წრე, ჯოჯოხეთის პირველი წრე. სოლჟენიცინი ნელ-ნელა გვაპარებდა გულაგის ამბავს. იმიტომ რომ სერიოზულად ეს წიგნი, აი საბჭოთა ადამიანი ხარ და გჯერა. სტალინი რომ მოკვდა, გახარდა ტირიხა და ტირის თელი ქვეყანა. აი იყო ხალხი, რომელიც არ ტიროდა, მაგრამ უმეტესობა ხო ტიროდა. დედაჩემი ტიროდა, როგორც მითხრა, მამაჩემი როგორ არ იტირებდა, ბოლომდე ულვაშებს ატარებდა იმის ხათრით. რაზეც კი გამაცანიო, მითხრა, მე ვთხარი, რომ ზონაში ყავდა სტალინისტი, რომელიც ულვაშებს ატარებდა და მამაჩემი თხოვდა დაგვატიჟოთ. ან სულიკო სიმღერებდნენ ერთად. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ამ წიგნის დაწერის ამბავი გაჩნდა, სოლჟენიცინმა დაგეგმა და თქვა, მე ამას დავწერ, აი ამ ხალხის ნივიდიმკები დაარქვა იმ ქალებს. რომელთაც არ ჰქონდათ სახელი, სულ ყველას ჰქონდა ფსევდონიმი. ერთს მაგალითად ერქვა ჩუ. ჩუს ისტორია ტრაგიკულია. ჩუ ერქვა, იმიტომ რომ ელიზაბეტა ერქვა. ელიზაბეტა იყო ქვინი, მაშინაც. ხო წარმოგიდგენ რამდენს იყო ქალბატონ ელიზაბეტა. მოკლედ, ჩუ იყო ასეთი ქალი, რომელსაც ჰქონდა სოლჟენიცინის ერთ-ერთი ხელნაწერი, თავიდან ბოლომდე, 3 ტომი. მანქანაზე დაბეჭდილი. და მალავდა თავის მეგობართან. ეს ქალი კგბ-მ გაიგო ეს ამბავი, წაიყვანეს, 5 დღე აწამეს და მე-5 დღეს გატყდა. და დაასახელა. წავიდნენ ის მეგობარი დაიჭირეს, ის წიგნით ჩაიგდეს ხელში და ანდროპოვმა მოხსენებით მიმართა იმას, რომ დამთავრდა სოლჟენიცინის საფრთხე, ხელნაწერი ერთადერთი და უნიკალური ჩავიგდეთ ხელში. ამ თალსაც ასე ეგონა, რომ ერთადერთი ხელნაწერი ჩაიგდეს ხელში, ამიტომ იქიდან რომ გამოვიდა, ჩამოეკიდა. მეზობელმა დაინახა და მოვარდა კგბ და ჩამოხსნეს. წაიყვანეს საავადმყოფოში და უმკურნალეს. გამოვიდა საავადმყოფო და მივიდა სახლში და კვლავ ჩამოიხრჩო თავი და მოკვდა. ბოლოს და ბოლოს ეს წიგნი 68 წელს დამთავრდა. სოლჟენიცინს 70 წელს მისცეს ნობელის პრემია. აი იმ მოთხრობების გამო და იმ მღელვარების გამო და იმ პოპულარობის გამო მსოფლიოში გამოიწვია. და ჯერ კიდევ არაინ არ იცის და ყველა ამბობს, რომ ეს პოლიტიკაა და მიცეს ახლა რა თქმა უნდა, ხა. თუ გინდათ მეც გეტყვით მაგით რამეს. მეზობელ ქვეყანას ყავს მწერალი, რომელზეც საქართველოში ზოგიერთი ამბობს, რომ უმბერტო ეკოს ჯობიაო და ზოგი ამბობს დოსტოევსკის ჯობიაო და მე ვიცი, რომ ნობელის პრემია მარტო იმიტომ მიცეს, რომ მის ქვეყანაში ერთმა კაცმა თქვა სიმართლე. აი 60 მილიონიან ქვეყანაში ერთი კაცი რო იტყვის სიმართლეს, ეკუთვნის. იმიტომ 60 მილიონი დაესია მოსაკლავად. სიმართლე თქვა, რომ დიახ, იყო სომხების გენოციდი. თურქეთში ამის თქმა არაა პოპულარული. აბა იმისთვის არ მიუციათ ნობელის პრემია, რომ თოვლი დაწერა. აი მწერალია, ასე წერილი. როგორ ახლა ისმაილ კადარი არა და იმას მიცემდა რამეს. ოიცით რომ წერლობაში არის განსხვავებები. შესაბამისად, ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი ამზადებს ამ წიგნს. ბედი ამ წიგნის იყო ასეთი. ერთხელ არსებობდა ერთი ასეთი დღე, როდესაც ერთ-ერთ მის ნევიდიმკა ქალს ზურგჩანთაში ედო ყდაში ჩასმული 4 ეგზემპლარი 12 ყდაში ჩასმული საბეჭ მანქანაზე აწყობილი წიგნი. ეს იყო ყველაფერი, რაც ჰქონდა სოლჟენიცინს და ეს ამათ ყველამ ერთად მოიყარა თავი, იმიტომ რომ ერთმა პერეპლიოტჩიკმა ანუ ყდაში ჩამსმელმა იკისრა ისე რომ სანდო იყო და არ გაცემდა და სხვა.
და ამ ქალს ისე იგი ეშინოდა, რომ ეს ასე დიდხანს არ ყოფილიყო, თორე მას თუ დაიჭერდნენ, მართლა ქრებოდა ეს წინ. მაშინ სოლჟენიცინმა საფრთხე რომ გაიარა, მიხვდა რა უნდა ეკნა. ტექნიკა უყვარდა ყოველთვის. ის კი არა ერთხელ პისტოლეტი გაუმჯობესა და მოიფიქრა. ერთ დღეს 14 საათის განმავლობაში ის და კიდე ერთი კაცი, რომელიც დღემდე ცოცხალია, სხვა იღებდნენ მიკროფილმებზე. ორ ფურცელს ასე, დაბეჭდილს. თითო კადრი იყო ორი ფურცელი და მთლიანობაში აღმოჩნდა ეს ამოდენა რაღაცა დაეტია და ამან პირველმა გააღწია უცხოეთში. და ამის მერე სოლჟენიცინი იყო მშვიდად, რომელიც წიგნი არსებობს, მაგრამ არ აპირებდა დაბეჭდვას, იმიტომ რომ 257 კაცისგან მიღებული მასალით ისარგებლა, ამათი სია შექმნა იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველას ვცოდნოდა, რომ ეს მარტო მისი დაწელი არა, ამდენი ხალხი მონაწილეობდა. ამის ბოლოტომი რო გამოვა, იქ ბოლოში აუცილებლად იქნება ეს სია. მის სიცოცხლეში ბოლო რაც გამოვიდა, იქ იყო ეს სია. უკვე შეიძლება. მაგრამ საბჭოთა დროში ამის დაბეჭდვა იმ ხალხის ფაქტობრივად ჩაშვების თვალსი იყო. ტექნიკური ჩაშვება ეგა. მაგალითს გეტყვით. რა გამომგონებლელი ხალხი არსებობს. ცუდ კაცობას, ზოგიერთ აი პუშკინმა თქვა, რომ გენიი злодейства несовместимы. რომ ბოროტება და გენიოსობა შეუთავსებელია. და ამიტომ კაცი რომელმაც მოკლა მოცარტი, რომელსაც სინამდვილეში არ მოუკლავს საწყალი დააბრალეს, ხო, ის გენიოსი ვერ იქნებოდა, რა თქმა უნდა. მოკლედ, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ისინიც არიან ნიჭიერები, ბოროტი ადამიანები. მაგალითად, ჩემთან ზონაში იყო კაცი გვარად არენბერგი. იყო თვითმფრინავის გამტაცებელი. მინდა გითხრათ, რომ ეს კლასი ძირითადად ძობს სამშობლოს მოყალატეებთან, ჯაშუშებთან და ამებთან ერთად, ამ დემოკრატებთან ერთად არა. ანუ შეკრული არის იქაურ ხელისუფლებასთან, რისთვისაც ეკუთვნის სალა და ჩაი, სიცოცხლე და ნიორი. სამი ჰიპოსტასი სიცოცხლის, ნიორი თუ გაქვს და ჰორისკონი თუ გაქვს და ჩაი თუ გაქვს, სხვა ვინმე ხარ. ხო და მოკლედ არენბერგს უქონდა ეს ყველაფერი და მიუხედავად იმისა, ებრაელი იყო, ჰორისკონთან მშვენივრად იყო. ეგ ნიშანი არის. ხო და დაიწყო დღიურების წერა. რა მოხდა მერე რა დღიურებს წერა. ხო და მერე ეს დღიური ჩაუვარდა ხელში ადმინისტრაციას. იქ წერია, რა კარგი ბიჭები არიან ბერძენიშვილები. აი ამბობენ რომ ამ ქვეყანას დედას ტექნიკურად თუმცა დასაშვები რაღა იყო ის რაც მაგი გავს იმ ანეკდოტს ჩtildeოეთ პოლუსზე რომ არიან ჩუქჩა და რუსი და გინდაო ანეკდოტს მოგიყვებიო რუსი не хочу ჩუქჩა რატომ და საშლიოთ ჩtildeოეთ პოლუსზე არიან და გადასახლების ეშინია ერთი სიტყვით სოლჟენიცინმა რომანი კი დაწერა, მაგრამ გამოქვეყნებას ერიდებოდა. როდესაც ქიუნ თავი ჩამოიხრჩო, ამან მოახდინა გავლენა ყველაზე. მათ შორის სოლჟენიცინზე. და მან გასცა ბრძანება დაბეჭდეთ. ბრძანება წავიდა პარიზში, სიტყვა, რომელიც მას უნდა ეთქვა, იმართვის. მას პირადად უნდა ეთქვა და იმათ უნდა გაერგონათ. ამიტომ მან მოიწვია უცხოელი კორესპონდენტები, მათ შორის რადიო, ტელევიზია და თქვა კოდური სიტყვა ვოლგა. და იმან გაიგონეს თუ არა ვოლგა, დაიწყო ბეჭდვა. დაიწყო ბეჭდვა ერთდროულად სამ ენაზე. ამ გამოქვეყნდა რუსულად, ფრანგულად და ინგლისურად. 1970 წლის იანვრიდან, უკაცრავად 73 წლის იანვრიდან რადიო თავისუფლებამ დაიწყო სოლჟენიცინის რომანის კითხვა ეთერში. ყოველ დღე ნახევარი საათი. და ჩვენ 3 თვე
ვიჯექით რადიოსთან ნახევარ საათს. ასე მე მაგალითად ეს წიგნი პირველად მოსმენილი მაქვს. მერე წაკითხული მაქვს. კარგად კითხულობდნენ სხვა ჩვენს. ისე მინდა გითხრათ, რომ 70, 71, 72 წელი სოლჟენიცინის ხსენება არ იყო რადიო თავისუფლებაში. და საერთოდ ამერიკულ არხებზე. არც რადიო ამერიკის ხმაზე. რატომ? იმიტომ რომ განტვირთვა ხდებოდა საბჭოთა კავშირთან ჩახუტება იწყებოდა და ეს ხელს უშლიდა ასეთ. საერთოდ მინდა გითხრათ, სოლჟენიცინი ყველაზე მეტად, კაკებეზე მეტად ხელს უშლიდა დასავლეთს. იმიტომ რომ დასავლეთის მთავრობები ჭკუას კარგავდნენ საბჭოთა კავშირზე. იმიტომ თავის ხალხი ასე ყავდათ ხელში, არ გინდათ, ის გინდათ საბჭოთა ეს იყო გადასარევი საფრთხობელი. გადასარევი. როდესაც რეიგანმა თქვა დავანგრევო, მთელი ამერიკა აჯანყდა. ყველა წინააღმდეგი იყო. როდესაც რეიგანის მინისტრმა, ჩემი მეგობრის მამა, მე მყავს მეგობარი ბარბარა ჰეიგი. გენერალმა ალექსანდრ ჰეიგმა, რომელიც შემთხვევით ისტორიული გაუმართლებლობა და სისულელეა, რომ იყო სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების. კაციჭამია კაცი, რომელიც ითხოვდა ომს საბჭოთა კავშირთან და ის იყო მშვიდობის საქმეების განაგება და მან თქვა რუსულად: "Есть вещи поважнее, чем мир". მშვიდობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობენ, არ გაიგოს ბიძინამ. აბა მიგინდა, აი მაგას უნდა და ომი. საიზღარი კაცი და მოხსნა რეიგანმა იძულებული გახდა. ისეთი იყო კრიტიკა. არავის არ უნდა და საბჭოთა კავშირის დანგრევა. არავის. იმან რო თქვა პუტინმა რომ ესო კატასტროფა იყო და ვერც გონია რომ მართალს ამბობს ამხანაგი პუტინი. ჩვენ გვინდოდა შეიძლება დისიდენტებს ვიღაცებს ისა, მაგრამ რუს დისიდენტებს არც იმათ უნდოდა. სულ გვეუბნებოდნენ რომ რადგინდათ ერთად ვებრძოლოთ კომუნიზმს და რაღაცა. აჰა, არ აყავთ კომუნისტები, მაგრამ იმაზე არ ეს ქვეყანა არიან. ხო ხედავთ? ასე ჩვენ სწორი ვქენი, ჩვენ ვთქვით, ჩვენ გაგვიშვიდა, ჩვენ კომუნისტებს ჩვენ თვითონ მივხედავთ. კომუნისტებს კი მივხედავთ, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან სხვები შემოგვეპარენ. ის რა საინტერესო ამბავია. როდესაც გულაგი გამოქვეყნდა, დაიწყო მასთან ბრძოლის ეპიზოდი, ეს ხანა. საბჭოთა კავშირმა ამას ვერ გაუძლო უბრალოდ ქვეყანა. მაგრამ გულაგის გამოქვეყნებამ საბჭოთა კავშირი ვერ დაანგრია. რატომ? რა დაანგრია გულაგმა? გულაგმა დაანგრია დასავლეთის ყველა ხელისუფლება. აბა ერთი გადახედეთ ისტორიას, რა ხდება 70-იანი წლების შუაგულში. ყველა ეცემა. ყველა, აი, ადომინოა პრინციპი, როგორც საფხაზები ამბობენ, დომინოს პრინციპი. ყველა. აი ესე ხო? დაიშალა ყველაფერი. რატომ? მოკვდა საფრანგეთის კომპარტია. ჟორჟ მარშემ, დაიხშო, მაგრამ მოიკლა რა თქმა უნდა. და არა მარტო, ინდოეთში 3 კომპარტია იყო, 3-ვე მოკვდა. ერთი იყო რუსული, მეორე იყო ჩინური და მესამე იყო ინდური და ყველა რუსული აღმოჩნდა. ანუ რუსული ფული არ მოვიდა და ყველაფერი წაიქცა. მოკლედ სოლჟენიცინმა უპირველეს ყოვლისა დაანგრია ჟან პოლ სარტრი. ანუ სარტრი ასეთი ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ სტალინი, აქვს ნაკლი, მაგრამ სტალინი. თუ სტალინია, მაო, თუ მაო არა, ჩე გევარა. ეგ და მისი მეგობარი მარქსისტები იყვნენ, თუმცა პარტიაში არასოდეს არ შესულა. მაგის ჭკუა იყო. ეს რო გამოქვეყნდა, უცებ გაირკვა, რომ ამასთან ბრძოლა შეუძლებელი. შენ შეგიძლია წაუკითხავად ბრძოლას რა უნდა. ეგ ხომ წერალი არ არის და რაღაცა ქართველებს რო არ ქონდა. მაშინ სულ მაგით ვიმართლებით, აი წერალია, ხომ წერალი არა, ეგ არის. ბუღალტერი აღწერა ეგ ვინ რამდენი მოკვდა და ეს საინტერესო არა. ხატული არა. მე მინდა გითხრათ, რომ არ ვიცით, როგორ იპოვეს ეს თარგმანი. იმიტომ ის ახალი თაობიდანა, ჩემი თაობის კი არ არის. ის იქ ნამყოფი არ არის. და ასეთი ბრწყინვალე წიგნი გაკეთდა. ეს უბრალო ამბავი არ არის. ესე იგი რაღაცას უნდოდა ბეც ჩვენს მომავალს უნდოდა რომ რაღაცაში გავერკვეთ ჩვენ. ამას წაიკითხავთ ცოტა დაგვეხმარება. იმიტომ ჩვენ რო გვეგონა რომ დაპატიმრებები და
იდეოლოგიური დაპატიმრება. რამდენი ენა იცის სტალინმა 2 და 20 წელი შენ, იმიტომ 20 იცის. ჩემი მასწავლებელი ირაკლი შენგელია. იცით რაზე იჯდა? ჩემმა სხვა მასწავლებელმა, რომელიც მაშინ მისი მოსწავლე იყო, კითხა, რამდენი ენა იცის სტალინმა, იმან უთხრა 2, მაგრამ კარგად. ირაკლი შენგელია, კაი კაცი იყო. სტალინს აპატია, სტალინი ძალიან იჭერი კაცი იყო, მაგრამ ენებში დიდი ბოდიში. მაგრად არა, ქართული არ იცოდა, რუსული არ იცოდა. ინგლისური უყვარდა და ვერ ისწავლა. უყვარდა, უნდოდა, სწავლობდა, ხო წარმოიდგინე რა რესურსებს ჩართავდა. მაგრამ არა, არ იყო ეს მისი. ციგნების კითხვა უყვარდა და ჩაჭრა უყვარდა. აი მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, მომავალი მართალია იმ დროს არის. ჩერჩილი ჩაჭრა ლიტერატურაში. გამოიჭირა, რომ ან არა აქვს წაკითხული დორიან გრეის პორტრეტი, ან ისეთი მებრძოლი არის LGBT თემთან, რომ ვერ იტყვის, რომ წაკითხული აქვს. მე მგონი ეს მეორე უფრო მართალია, სამეფო გვარიდან იყო ის ჩერჩილი. ვაჟა-ფშაველასთან სტალინს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. ვაჟამ სტალინს უთხრა, რომ ეგ მოძღვრება საქართველოს არ გამოადგება. სტალინმა უთხრა, შენ რა იციო? და მაშინ ვაჟამ მას პანჩური ამოკრა. ეს არის ერთი ცნობა. მეორე კი ნამდვილი ამბავი, ეს ცნობა მართალია თუ არა, ჩვენ კარგად არ ვიცით. მეორე ამბავი კი გახლავთ ის, რომ ამხანაგ სტალინმა მოთხოვა ამხანაგ საქართველოს პირველ დივანს, ჯარკვიანს, კანდიდატს. გამომიგზავნა ვაჟა-ფშაველას 5 ტომეული გამოვიდა მაშინ და გამომიგზავნა. რა არის ერთი ასეთიო. წაიკითხა და თქვა, რომ ეს არის უვიცი, უნიჭო, ქართული არ იცის, მართალი იყო მაგასთან, ენასთან დაკავშირებით აკაკი და ისო ადრე რო აგინებდაო გენონტი კიკოძე, ახლა რატო შეაქო? გენონტი კიკოძემ დაუწერა წინასიტყვაობა. გენონტი კიკოძეს ვაჟაზე ნათქვამი აქვს, ვაჟა ჩამორჩენილი კაცია, ელექტრონი არ იცის რა არისო. მე უნდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც წვდომა მქონდა ყველაფერზე. ძველ არქივზე. ერთადერთი ჩემი საქმე არ მაჩვენეს და რომელმა ერთი მანქანა ხალხი იყო და ერთმა ჩაგვიშვა და რომელია ახლაც არ ვიცი და კაი არ ვარ ვიცი. მაგი არ მომცეს, მაგრამ ბევრ რამეზე მივიწლებოდა ხელი, ბიბლიოთეკის დირექტორი რო ვიყავი, ფაქტობრივად არქივებიც ჩაგვაბარა სააკაშვილის პერიოდში. ამიტომ ბევრი რამე მაქვს ნანახი და ბევრი რამ ვიცი და არ ვიცი კარგია თუ არა. იმიტომ რომ მე არ ვიცი, უნდა ვთქვათ ყველაფერი თუ არ უნდა ვთქვათ ყველაფერი, იმიტომ რომ შვილები, შვილიშვილები ცოცხლები არიან. მაგალითს გეტყვით. მიხეილ ჯავახიშვილს ყავდა 2 ქალიშვილი. კაი ქალიშვილი. იაკინთელისაშვილს ყავდა 1 შვილიშვილი და ის 1 შვილიშვილი ინტელექტით აღმოჩნდა უფრო მაგარი ვიდრე ჯავახიშვილის შვილები. ჯავახიშვილის შვილებმა თქვეს, რომ მამა ჩვენი ჩაუშვაო იაკინთელისაშვილმა, ახლა ეგ რა სისულელი იაკინთელისაშვილს ვინ ეკითხებოდა ამ ხელაკაცის ჩაშვება. ისიც ჩაშვებულია სხვა შორის, ანუ ისიც რეპრესირებული. ანუ შვილებმა მამა დაიცვეს და მაშინ ეს ქალბატონი მანანა ხომერიკი, იმის იაკინთელისაშვილი ხომერიკი. შვილიშვილი შევიდა არქივში, ხო და უნდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულიც არის მე დავეხმარ. ხო და ყველაფერი დაბეჭდა მაგ შენს მიხეილ ჯავახიშვილს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ უდიდესი ქართველი მწერალი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზნედაცემული კაცი იყო და არ ვიცით რა უყოთ ამ ამბავს. არ წავიკითხოთ ქართველი მწერალი არ ვარ მომხრე და ისე იცოდეთ. თუ ვინმეს თვარე და ექვსპენიანი აქვს საკითხული, რომელიც გოგენზეა დაწელი, მართალია ინგლისელი გამოიყონა, ყველას ეცოდინება, რომ ხელოვანი კაცი შეიძლება იყოს გათახსირებული იქითა და კიდე იქით. ასევე შემოგთავაზებ დოსტოევსკის რამდენიმე მოსაზრებას ებრაელებზე, ქართველებზე, ყველაზე ინგლისელების გარდა. ასე რომ ძნელი სათქმელი არის, უნდა ყველა სიმართლე ითქვას თუ არ უნდა ითქვას. სოლჟენიცინს ეს პრობლემა არ უდგას.
ის ამბობს ყველაფერს როგორც იყო. ჩვენ ახლა ვიცით რა ინდუსტრია გააკეთა სტალინმა. რა გააკეთა სტალინმა? სტალინმა თქვა ან ჩაუშვი, ან ჩაეშვი. ან დააბეზღე, ან დაბეზღებული იყავი. სხვა არ არსებობს. და შენ შუაში ვერ დადგები და ვერ მოყვები ზღაპრებს, რომ ჩვენ ასე მარტივად რო ყოფილიყო საქმე. ეს ჩვენი სახელოვანი მწერლები, ასე ხო არ მოიჭრიდნენ თავს. კარგი 30-იან წლებში მოიჭრეს თავი, კაი. ხო ცავდნენ ხალხს. და ბრეჟნევის დროს რო გამოტყურებოდა ხოლმე და სოლჟენიცინისთან ერთად არ გვინდა ვისუნთქოთ ჰაერით და რაღაცა ქართველებმაც თქვეს. ხო და ამიტომ სოლჟენიცინზე მინდა გითხრათ. ეს კაცი არის ამ წიგნის ავტორი. ხო კიდე ამის გარდა კიდე ბევრი რამე აქვს დაწერილი, იცით არა, რომ ძალიან ბევრი წერა. მაგალითად წითელი ბორბალი. მაგას კიდე წაიკითხავდა კაცი, მაგრამ არის კიდე ბევრი. გრაფომანი იყო სინამდვილეში და ქონდა ძალიან იდიოტური იდეები, როგორც სახელმწიფო მოუვაწეს. ამიტომ ეს მისი დამსახურება ყველაფერია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში კარგად ერკვეოდა. ზემსტვო ეგონა ყველაფრის ხსნა. ერთი კარგი იდეა ქონდა, არ გაამართლა ისტორიულად არ მოხერხდა. მან თქვა, გავანებოთ ყველას თავი. გაუშვათ ქართველებიც, სომხებიც, ბალტიისპირეთის, უზბეკები და ესე რა გვინდა, ტვირთია. სამი სლავური ქვეყანა შევინარჩუნოთ. და იყოს ერთი ქვეყანა, რუსეთ, უკრაინა, ბელორუსი. რაც ახლა რუსეთ, ბელორუსია და ახლობით უკრაინაც იქ რო ყოფილიყო. რუსებმა ეს გააკეთეს, დაუჯერეს. თავიდან მაქსამმა მოაწერა ხელი და ეგენი იყვნენ. მაგრამ ეგ შუაზეა ჩამოვარდა და ჩვენ რატო გვაგდებთ და რაღაცა და მერე თვითონაც მიხვდნენ რომ არა გასაშვები და მერე რაც მოხდა იცით. ვითია ძვირფასი სოლჟენიცინის წიგნი. პირველი. მან თემს სოფლიოს ჩააკმედინა ხმა იმაზე ლაპარაკში რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი კარგადაა და არაფერი არ ხდება ცუდი და სტალინი კარგია და კომუნიზმი იქნება. მაგრამ ამასთან ერთად მას შემოაკვდა ისეთი ხალხი, ვინც მთელი ევროპის არა მარტო მარქსისტულ და კომუნისტურ ფრთას, არამედ მთელი ევროპის რაციონალისტური ფრთა, ჰეგელის ხაზი დამარხა. ჰეგელი ცოცხალი რო ყოფილიყო, თავს მოიკლა ნაღდათ ვიცი. იმიტომ რა თქვა ჰეგელმა ბოლოს და ბოლოს? რა არის მის ფილოსოფია? ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. რომ კაცობრიობას აქვს გონება და მიდის წინ. და იმ ხელაზე წავიდა წინ, რომ აიქ მოგვიყვანა სადაც ახლა ვართ. წარმოგიდგენიათ? გერმანიაში ჰიტლერის დროს არ გადავარდნილა მატარებელი. ანუ გერმანიაც კი წახდა. თქვათ ბოლომდე არა, როგორც ჩვენი იმედი რომ ლაპარაკობს, თქვათ ისეც არ არის. პირველი რაც მან გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს იყო რომ შეცვალა მთელი მსოფლიოს მენტალიტეტი. სამხრეთ ამერიკაში რო ჩახვალთ, ჩემი ხნის კაცს თუ ნახავთ, უნდა იცოდეთ, რომ მას სახელად ქვია ან ბესო, ან სოსო, ან იოსები, ან სტალინი, ან მარქსი, ან ლენინი, ან ჩეგევარა, ან რაღაცა მარქსისტი უნდა იყოს აუცილებლად ყველა. ბრაზილიას ერთხელ ყავდა პრეზიდენტი კარდოსო, რომელიც არ იყო მარქსისტი. ლიბერალი კი იყო, ახლა მემარცხენე იყო, მაგრამ მარქსისტი არ იყო. ხო და ჟურნალისტმა გააფუჭა. თქვენი ნაკრები გითხარით, თქვენი ვერსია ბრაზილიის ნაკრებისა და ფეხბურთზე არ გიждდებიო. დამთავრდა მაგის პრეზიდენტობა. სამაგიეროდ მოვიდა აი ამ ხელა პრეზიდენტი ლულა მარქსისტი, კურდი, მამაძაღლი, ხო და ნაკრების საქმეებში ერეოდა აქიდან ურეკავდა იმას, ის დააყენე და ის არ დააყენე და ხალხი ამბობდა, აა კაცი, უყვარს. ხო და ეხლა ახალგაზრდა თაობა წამოვიდა, მთელი ძველი თაობა გულმატკენია, იმიტომ რომ ცოტა ინგლისური, ცოტა ესა და შეიძლება ჯორჯი თქვას ან რაღაცა ესეთი საზიზღარი სახელი ან ჯეკია. ბრაზილიელ კაცი იმის მაგერად რომ ერქვა სტალინი.
პირველი დარტყმა მან რა თქმა უნდა მიაყენა იქით. მეორე დარტყმა მან რა თქმა უნდა ეს იყო ის დარტყმა, რომელსაც ბოლოს და ბოლოს მაინც გამოაცალა საფუძველი. ამის მერე საბჭოთა კავშირმა რამდენი სიცხოვრა სულ ზედმეტი იყო. მე მიყვარს ხოლმე თქვა ასეთი რამის, რომ დიდი პოეტი ყავდათ ბერძნებს, რომელიც ამავე დროს იყო პოლიტიკოსი, ხვდებით რომ არც პოლიტიკოსი იქნებოდა დიდი და არც პოეტი, ეს კომბინაცია არ ვარგა. რომ პოეტი, პოლიტიკოსი ჩვენ სტალინი ვიცით და მხატვარი პოლიტიკოსი ჰიტლერი. მაგათ არ უხდებათ ეგ ამბავი. ერთი კარგი პოეტი დადგებოდა სხვა შორის, იმიტომ რომ კარგი რამეები ჩანს იმ საბავშვო ლექსებში. სხვა შორის ბოლოსაც წერდა რუსულად. ოღონდ არ ვარგა, იმიტომ რუსული სტალინმა ფაქტობრივად კარგად არ იცოდა. ზოგიერთს გონია, რომ შეიძლება ვაჭარბებდეთ. ჩანაწერები ხო არის? თუ მოусმინეთ, გრამატიკა არ იცის. არანაირი პრობლემა არის, რუსები გიჟდებიან დღემდე სწორედ იმ შეცდომებს. რომელიც სიყვარულეცით ინგლისის ელჩი რო ლაპარაკობს და შენ რო ამბობ მალადეც. ოჩა. ბოლო ხანებში სხვა შორის ზოგიერთ ქართულზე უკეთ კი ლაპარაკობენ ჩვენი. აი ჰერჩინსკის ქართული მიყვარს მე. მაგის დედა ბატირე თქვა, მასინათ არ მოეწონა მისი ხსენება ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ და მე შევესწარი როგორ თქვა, მაგის დედა ბატირე რო თქვა ჩვენ ქართველებმა მასე არ ვიცით. აი ეს მეც ვიციო, მაგრამ მაგის თქმა როგორ შეიძლება. სადა აქვს ნაკლი სოლჟენიცინს? სოლჟენიცინს ეზიზღება სტალინი და კომუნისტები. ცოტა ებრაელებიც. ამიტომ ხანდახან უცებ გაეპარება ხოლმე უაზრო ტიპის შეცდომები. ერთი მე მაქვს დაჭერილი კარგად. ყველა ქართველი გაიგებს და იმიტომ. ჩერჩილის ცნობიერების ნაკადს გვთავაზობს, ვითომ ჩერჩილი ასე ფიქრობს სტალინზე. რაები აქ ნათქვამი კარგი იცით, ხო, რომ გაუმართლად რომ ის დროს ყავდა სტალინი, გენიოსი იგი აგი და ახლა ეს ამბობს რას ფიქრობს. მაგ ღორისგან გადასარევი ჩახოხბილი გაკეთდება. ეხლა ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ქართველი იტყვის, რომ ზვირფასო კაცო. სოლჟენიცინს ჩვენ ისე არ უყვარდით, რომ ასეთ რამესაც კი ამბობს, რომ ციხეშიო და იმაშიო ქართველები არ იყვნენ. თითქმის არ იყვნენ. რაც არ არის მართალი. თუმცა მართალი არის ის, რომ უფრო მეტი ერთსულ მოსახლეზე მეტი ნებისმიერი იჯდა ვიდრე ქართველი. ცოტა ნაკლები ვიჯექით ჩვენ. სტატისტიკა ასეთია. მაგრამ რუსულ ლიტერატურას ის ზიანი არ მისდგომია, ერთი მანდელშტამი დაკარგეს დიდებიდან, რა ზიანიც მიადგა ქართულ ლიტერატურას. იქ პასტერნაკი გადარჩა და ბოლოს ნობელის პრემიაზეც კი გავიდა. თუმცა კი პირველივე დღეს მოსაკლავი იყო და სტალინმა დაურეკა და კითხა, ტავარიშ პასტერნაკ, этот Иосиф Мандельштам, он гений? და იმას нет, товарищ Сталин. აბა როგორ პოეტი მეორე პოეტზე როდის ამბობდა გენიოსია? ეგრე არ ხდება ხოლმე. იცით გიორგი ლეონიძე რას კითხულობდა სიკვდილის წინ? მე უფრო დიდი ვარ თუ გალაქტიონია. და ესენი ეუბნებოდნენ შენ რა თქმა უნდა, აბა რა ასეთქო. ხოლო სტალინმა იქ ჩასულ ქართველ მეცნიერებს დაუსვა ჩამჭრელი კითხვა. საქართველოსთვის მე უფრო დიდი ვარ თუ ილია ჭავჭავაძეო და ერთმანეთს ვასწრებდითო. მიყვება მე ჩემი ნათესავი აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, იქ არის სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი ეკითხავ. ერთმანეთს შენ რა თქმა უნდა თქვენ საუბარი მიმდინარეობდა რუსულად და ეს კითხვა იყო მარტო ქართულად და სტალინმა ქართული დასკვნა გააკეთა. ვაი თქვენს პატრონს. ხო, შვენივრად იცოდა ყველაფერი, სხვა შორის სიკვდილის წინ, როდესაც მან დაიწუნა ვაჟა-ფშაველა და თქვა ვერ ამაღდა კლასთან ბრძოლა და რაღაცა და დაავალა კანდიდ ჩარკვენ და ამან დაამკვიდრა საქართველოს სკოლაში ასე ასწავლდნენ, ვაჟა ვერ ამაღლდა, ვაჟა დებილია. მერე გადაარჩინეს ვაჟა-ფშაველა შემოვლითი გზით. შემოიტანეს სიაფანდი
კაი სიტყვა არ ჩამithვალოთ უცდელურ სიტყვას, ბერძნული სიტყვა სიკოფანტი ნიშნავს ლეღვს ვაჩვენებ. ეს არის დამბეზღებლის სიტყვა, იმიტომ ლეღვის გატანა, როგორც მანდარინის გატანა არ შეიძლებოდა ჩვენ, იქ ლეღვის გატანა არ შეიძლებოდა ათენი და ლეღვს ვინც აჩვენებდა, ის იყო ჩამშვები. ანუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. პავლიკა მაროზოვი. ხო და სიაფანდი ამბავი არის მოგეხსენებათ. სინამდვილე ასეთი არის, რომ სტალინმა ვაჟა-ფშაველა ვერ წაიკითხა, იმიტომ ქართული აღარ იცოდა და კიდე ვაჟას დიალექტი მისთვის ეს იყო განსაცდელი. მაგდენი არ იცოდა. რაც შეეხება იმას, რომ ვაჟა ისა რა ქვია, ბუნების პოეტია, ეს მოვიფიქრეთ, რომ გადაგვერჩინა. იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ ვაჟა მომავლის პოეტი იქნებოდა. ახლა წიგნი გამოდის, თავის დროზე არ დაარქვა ავტორმა ასე. და გარკვეული გაგებით მისი მოსწავლეების გავლენა ეტყობა მისი წიგნის რედაქტორებს და კარგ სახელს არქმევენ და გამოვიდა ეს წიგნი ვაჟა მომავლის პოეტი დამაშხინკელი. ყველაზე ახლოს ვინც ძველ დროში მივიდა ვაჟა-ფშაველასთან. რაც შეეხება სოლჟენიცინის შეფასებებს. ყველგან სადაც არის კომუნისტური პარტია და KGB და საერთოდ აპარატი ვინც სოლჟენიცინმა დახატა როგორც კაციჭამია. მან გამორიცხა კეთილი KGB-შნიკის თემა. ფილმი პიანისტი ხო გინახავთ? კეთილი SS-ელი არსებობს ისე იგი. ხო კეთილი KGB-შნიკი არა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ტყუილია. მაგრამ ესაა ტყუილი სოლჟენიცინისა, რომელსაც ისეთ პერიოდში მოუწია, რომ ასეთი რომც არსებული ყარ უნდა დაენახა. ისე კეთილი ხალხი არსებობს ყველგან. ალბათ ჯოჯოხეთშიც არის კეთილი ეშმაკები ნაწილი, რომელიც ნაკლებ ცოტა დაუწიოთ რო იტყვის. ეს ჩვენი ჯოჯოხეთი რა თქმა უნდა. მე გავალ ახლა ბოლოსკენ და შეკითხვებისთვის დავტოვებ დროს. ეს არის ფანტასტიკურად თანაბარი წიგნი. ანუ და ეს არის წიგნი, ასეთი წიგნი კიდე ერთი არსებობს, რომელიც სულ სხვა სფეროში დაწერილი. მოცულობი დაახლოებით იმხელაა, ცოტა ნაკლები. ესაა დაკარგული დროის ძიებაში. იმიტომ ესეც არის სამყარო და ისიც არის, ესეც შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქედან. არაფერი არ მოხდება. შეგიძლიათ მესამე ტომის ბოლო გვერდებიდან დაიწყოთ კითხვა. არაფერი არ დაშავდე, ამას არ აქვს შინაარსი. და არავინ არ იფიქროს, რომ დაპატიმრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატიმრობა და ასე. მიუხედავად ყველაფრისა, რა იყო სოლჟენიცინი იმ ხალხისთვის, ვინც მაინც დააპატიმრეს. აი მე მაგალითად სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი რა თქმა უნდა წაკითხულიც მქონდა, მოსმენიც მქონდა და ერთი აჯერაც მქონდა წაკითხული და პირველი წიგნის ნახევარი თარგმნილიც კი მქონდა. და მაინც რომ დამაპატიმრეს, მხოლოდ მერე გავიგე რა ყოფილა დაპატიმრება. აქ, აი ამდენი არის პატიმრობაზე, დაპატიმრებაზე. ყველაფერი წერია ფაქტობრივად. იმიტომ რომ ამდენი ხალხის გამოცდილებაა გაზიარებული. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მამარდაშვილმა რო თქვა, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანის ზნეობას ვერ ასწავლისო, ეგ მართალია. ეს წიგნი ცოტა რაღაცაში ჩაგვახედებს, მაგრამ პატიმრობა რა არის, მაგას ვერ გაიგებს, სანამ არ ჩაჯდები. მეცაც გეტყვით, საქართველოს ციხეში ჯდომით შეიძლება მაინც ვერ გაიგო. იმიტომ რომ ცოტა საბავშვო ბაღის და პიონერთა ბანაკის ელემენტები არის. და ცოტა მეტი ჰუმანიზმი არის. აი მაგალითად, ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ საბჭოთა კავშირია და მე გარდამეცვალა უახლოესი ნაცისავე. და რა გამომიყვანეს მე და თუნდაც 15 წუთით იქ მიმიყვანეს და გამორიცხული. იცით რას გეტყოდა პოლკოვნიკი? დედა შენი ჩაძაღლდა. თქვენ არ იცით ეს რა ქვეყანა იყო, ახალგაზრდებს ვამბობ. არ იცით. ისინიც კი ვინც აქ იყვნენ და რაღაც ვინც არ მჯდა და
ძნელია რომ იცოდე. იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ჩამოვიდა და არაფერს არ ამბობს. ჩვენმა ერთმა ორმა ქალმა დაწერა რაღაცა. მაგრამ გეკითხებით. გინახავთ სადმე რომ რომელიმე ქალი გულწრფელად წერდეს იმას როგორ გადარჩა და გონიათ რომ ამით ძალა ვინმეს აქვს? ხო, შეიძლება იმას აქვს გინზბურგს აქვს, შეიძლება მაგის ძალა. ჩვენ ვიცით იქ რა ხდებოდა. მაგრამ ხალხს არ აქვს უნარი ამის მოყოლი. შვილს არ დას უნდა მოუყვე. რომ ვინც მისურვა ყველასთან დავწექი და ამიტომ ვარ ცოცხალი, ამას ეტყვი. არა, ყველაფერი წერია. სამაგიეროდ. ყველაფერი წერია. ეხლა ამის საფრთხე აღარ არსებობს, იმიტომ კაცები და ქალები ცალკე ვართ და ცალკე ვხედავთ. ჩემს გვერდით ქალების ზონა იყო, უფროსი ერთი ყავდა. მე ის უფროსი კაი კაცად გამოიყვანა ჩემს ციხში და ქალმა საზღარ კაცად გამოიყვანა თავის ციხში და ორივე მართალი ვართ როგორც ჩანს. მე ბევრჯერ ვილაპარაკია მაგაზე რატუშინსკაიასთან იმ ციგნის ავტორთან, რომელსაც ქვია სერი ცვეტ ნაჯეჟდა. ამასთანავე ფრანგებმა ერთად გამოსცეს. ჩემი და იმის ციგნი ერთ ზონაზე. ერთ სიტყვით მე მინდა ვთქვა ასეთი რამ. სოლჟენიცინი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე რუსი მწერალი და ეს ციგნი გაცილებით მეტი რამაა ვიდრე ციგნი. ეს არის ბომბა, რომელმაც ააფეთქა საბოლოო ჯამში კომუნიზმი მსოფლიოში. ну რა თქმა უნდა კომუნიზმი მსოფლიოში ნამდვილად ააფეთქა სტალინმა, რომელმაც მოიფიქრა რომ 10 მილიონი კაცი უნდა შეჭამოს, აქედან 2 მილიონი უნდა დახვრიტოს. რისთვის კვდებოდა ხალხი თქვენ იცით. მაგალითად ვიღაც უბირმა კაცმა ტუალეტის კაღალდი ვარიყიდებოდა და გაზეთი შეიტანა ტუალეტში. ხოლო მეზობელმა ტუალეტიდან გამოიტანა გაზეთი და ამხანაგი სტალინი ნახა იმაზე ჩამოცმული რა ქვია ლურსმანზე. დახრეტა. ეს დახრეტა. რამდენი ენა იცის? იმდენი წელია, რამდენიც იცის და ასე შემდეგ. საწყალი ირაკლი შენგელია რო გათავისუფლდა. კომუნისტები მის მიმართ გრძნობდნენ რაღაცა უხერხულობას და სულ ნიშნავდნენ თანამდებობებს და არსად არ ამართლებდნენ. მაგალითად, უცხოენების ინსტიტუტის რექტორად დანიშნეს და 2 დღეში გააფუჭა პრორექტორმა. იოლად. რბილი კაცი იყო. გეტყვით რომ გულაგს უყურმართი შედეგებიც აქვს, უყურმა შედეგები. ირაკლი შენგელია პროფესორი იყო და მარტო ცხოვრობდა. მარწყვის სეზონი რო შემოვიდოდა, აუცილებლად იყიდა, მოვიდოდა სტუდენტებს საჭმელდა, თქვენ ამას ხო ვერ იყიდითო და მე ამდენი ფული მაქვს პროფესორი. ეგეთი მასწავლებელი ვყავდა წარმოიდგინე, კეთილი. ანუ ციხე მასწავლას იკეთე. მაშინ როდესაც ზოგიერთი რუსი მწერალი ამტკიცებს, რომ იქიდან ჯალათი და ეს თუ გამოხვარ კაცი ჭამია. რაც არ არის მართალი. სხვა შორის ძალიან უცნაური ამბავია. ასახელებენ ქართველ კაცს, ვინმე ღოღობერიძეს, რომელმაც გადამარჩინაო და თუ კი არსებობს ესე იგი გულაგის ლიტერატურა და რაღაცა და ჩვენ ეს კაცი ვერ ვიპოვეთ. ან იმას გვარი ეშლება, მაგრამ რაღა მაინდა მეცესე. ну პოპულარული გვარი კი იყო ფეხბურთელსაც ჰქონდა, მაგრამ ექიმი იყო თითქოს და თითქოს იმან გადაარჩინა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მადლობა უთხრათ გამომცემლობასაც, თარგმნელსაც და იმ გმირობას, რამაც ეს წიგნი შექმნა ჩვენს ენაზე. იმიტომ რომ ხო გითხარით, ამის თარგმნა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ასევე იცოდეთ, ძველი ბერძნულის თარგმნა შეუძლებელია, მაგრამ რაღაცნაირად ითარგმნება და შრომობთ და ვაკეთებთ ვიღაცები. ამას 1000 მადლობა უნდა უთხრათ. მე ყოველთვის მეგონა რომ ამას კაცი თარგმნიდა. ყოველთვის. ამაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალი რომელიც ჩვენ შეგვიძლია არ დაუწვეთ, ყველას ისე გადავრჩეთ ზონაში. მაგრამ შეიძლება ეს არ მოხდეს. პროფესორა როგორ გადარჩა გეტყვით. პროფესორა, აი მაგალითად როგორ გადარჩა აკადემიკოსი ლიხაჩოვი. ყველა გონიათ, იქ თქვეს, რომ ქურდებმა თქვეს, რომ ხო იცით ადრე ერთად და იმას ვინ გაახარეთ.
და იმათ თქვეს რომ ეს აკადემიკოსია, საჭირო კაცია. ეგენი პირველები ვარდებოდი. ყველაზე სუსტები არიან პროფესორები და სამხედროები. ზნეობრივ საკითხებში. თურმე. ყველაზე მაგრები არიან მორწმუნეები და პოლიტიკოსები. ხო და ლიხაჩოვი და სხვები გადარჩნენ იმით, რომ ისინი ქურდებს უყვებოდნენ რომანებს. ამას ქვია ჩიტაიც რომანი. მახვილით ოზე. რამანს თუ მოუყვები რამან. შეჯამე. მაგრამ თუ რომანს მოუყვები, ეს რას ნიშნავს? ლიხაჩოს ჰქონდა უნარი მაგალითად 3 მუშკეტერი მოეყოლა 1 წლის განმავლობაში ყოველდღე მრავალი საათი. ანუ თხზავდა და უმატებდა რა თქმა უნდა. მე შემიძლია საათნახევარში მოვუყვება, რა ცუდი ამბავია. ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ არქიპელაგი გულაგი არ არის რუსული ლიტერატურის წიგნი. არქიპელაგი გულაგი არის პირდაპირ მსოფლიო ზნეობის წიგნი. თუ ვინმე ლიტერატორობას დაუწუნებს, აბსოლუტურად არ შეეხება ამ წიგნს. მან მოახერხა და მისცა მხატვრულობა იმ სიმართლეს, რომელიც ჯოჯოხეთური სიმართლე მოახერხა ეს. ეს არის გამარჯვებული წიგნი. იცით რამდენ ვინმეს აქვს წიგნები დაწერილი? ხათრით კითხულობ პრიმო ლევის. ხათრით, რომ საზიზღარ ადგილას იყო და საშინელებაა გადატანილი. თორე ის რა წიგნია? არაფერი წიგნი ის არ არის სამწუხარო. წიგნი არის ეს. ამან რამოდენა მოძღვრება და საქართველოში ძალიან დროულად გამოიცა სხვა შორის, იმიტომ რომ პატარა ბავშვები დადიან და მარქსიო იძახიან და აღარ შემიძლია მე ამას ვეღარ გადავიტან, კიდე მარქსი ხალხო. მარცხენა იყოს მარქსი. აი ბიოგრაფიას ჩახედეთ ხალხო. კაცმა ყველაფერზე უარი თქვა. ოღონდ კი ჰეგელიანელი ყოფილი. ებრაელობაზე უარი თქვა, ქრისტიანობაზე უარი თქვა, იმაზე უარი თქვა, ყველაფერზე უარი თქვა. ხო და მაგისმა აჩვენა იარა და გავიდა ევროპიდან. რაც მართალია ევროპაში ცუდად აქვს საქმე. სხვა შორის ამან ერთი ფთარო ჩავარდა, მეორე ფთა დაასუსტა და საფრანგეთში ერთმან მწერალმა იწინასწარმეტყველა, რომ მარქსისტებიც მოკვდებიან და კონსერვატორებიც. და მართლა მოვიდა გურკვეველი მაკრონი. ხო, მაგრამ იმან თქვა, რომ მუსლიმი პრეზიდენტი გვეყოლებაო და სულ გადარია საფრანგეთი. მე დავამთავრე, მეგობრებო, ამ წიგნზე ლაპარაკი შეიძლება დაუსრულებლად, მაგრამ მისი როლი ძირითადად არის ის და არ იკარგება ეს როლი დღემდე, რომ მან ამდენი ათასობით ადამიანი, 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს მიანიჭა მნიშვნელობა. და უბრალოდ კი არ ჩააქროს რაღაც და უბედურებაში. ერთ მაგალითს ვიტყვი იმ წერლიდან, რომელმაც ვერ გაუგეს ამათ ერთმანეთს. ერთი ახალგაზრდა ლეიტენანტი ყავს აღწერილი, რომელსაც ჩააბარეს ბრიგადა და ეს ბრიგადა ვერ დადის. უკვე ყველა ჩაეშვა და ყველა გადაგვარდა და ყველა უკვე არ ადამიანია. ამ კაცმა კიდე იზრუნა, ირბინა და კამპოტი იშოვა. და ამათ კამპოტი დაალევინა. და კამპოტი რო დალიეს, რო დაიძნენ ახლა ლესაპავალზე, ანუ ხეები უნდა მოჭრა. ერთმა გადადგა გვერდით ნაბიჯის გადადგმა არის პაბედი არის დახვრეტა ადგილზე. და გადადგა ნაბიჯი და ესროლეს და მოკლეს. და აზრი კი არის ის, რომ ადამიანი ჩაშვებული იყო და არც გაქცევის უნარი აქვს, არაფერი ადამიანი აღარა, მაგრამ კამპოტმა მისცა ის პატარა ენერგია, რომ გადაადგმევინა ნაბიჯი სისტემის წინააღმდეგ. ასე ტრაგიკულად ხედავდა სოფლიო გულაგს. სოლჟენცინის დამსახურება, რო თქვა, რომ ეს სკოლა იყო. ყველაფერთან ერთად ეს სკოლა იყო. ხანდახან მეუბნებიან,
შენ რო იყავი ხო არ იყო ის გულაგი, რა თქმა უნდა, ის გულაგი არ იყო. მაგრამ მე რომ ამ წიგნს ვკითხულობ, ყოველთვის ვიცი რომ ზუსტად ის იყო. ხო? პირდაპირ ეს მაგრამ 10 კაცი ხდებოდა ჩემთანაც წელიწადში 100-დან. ანუ 10% აუცილებლად ხდებოდა. არასოდეს არც ერთი ქართველი არ მომკვდარა იმის გამო რომ ცუდი პირობები იყო. ჩვენ დამძლე ხალხი ვართ. აქ ხდებოდა ხალხი, რა თქმა უნდა. ყველაზე უფრო, ამიტომ მე რო დავწერე წიგნი, ქვესათაური დააწერეს, კარგად გაიკიდებო Last Days of Gulag. და გულაგი, თეორიულად გულაგი არის 58 წლის ჩათვლით, თეორიაში. მაგრამ დედასპიცა ვარ, რუსეთის ფილმებს უყურებთ ან სერიალს ან კარმუშკას რო გახსნიან და ყველაფერი იგივეა. მენიუ, რომელიც დაიწერა 1928 წელს, დღემდე იქ არის. თუ გინდათ გეტყვით დღეს რო შაბათია, რა ჭამეს დილას, შუა დღეზე რა იქნება და საღამოს. რუსეთის ციხეებში. კვირას ანამარმოვა კარტოფილს თვალით არ დაგანახება. ხოლო ისეთი ნივთი როგორც კვერცხი და რაღაცა. ჩვენ რო გვიჟიდნენ ერთ-ერთი ჩვენგანის საცოლემ რუსი იყო, ებრაელი იყო რუსულენოვანი. თქვა, бедненький, он же не ест котлеты. Котлеты ვინ დაგანახა თვალი რა კოტლეტი. კოტლეტი კი არა. ეგრეთ წოდებული მთელი რუსეთი რო გრეჩი ხაჭამს ის არ გვინახავს თვალი. ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა ვიფასო მეგობრებო რომ ჩვენ უნდა მიულოცოთ ამ გამოცდილებას დაველოდოთ კიდევ ორ წიგნს აუცილებლად წავიკითხავთ და ვიცოდეთ ყოველთვის გამოგვადგება იმიტომ რომ ვისგან დადგება ჯალათი ვერ გაიგებ ბულკივით კაცი რო გვეგონა და ხეებს რო ეხუტებოდა იმან დაიწყო ახლა პატარა ბავშვების ციხეში ჩაცმა გაბოროთ და ეს ამბავი როგორ დამთავრდება არ მკითხოთ, იმიტომ რომ ძირითადად თავდება ან როგორც იუგოსლავიაში, ან როგორც რუმინეთში და მოყოლა მეზარება, იმიტომ რომ მე ვატყობ რომ ჩვენ იუგოსლავების კულტურა არ აღმოგვაჩნდება. ბოლოს ამოხდა იცით? ყველა ვინც მუშაობდა სეკურიტატეში, ანუ საიდუმლო პოლიციაში რუმინეთში, ყველა გამოცხადდა მტრად და არც ერთი მათგანი არაა ახლა რუმინეთში. ან ცოცხალი არა, ან საბრედნეთში იატაკს ხვეტავს. იმიტომ რომ ისინი რუმინელებს უფრო კარგ თანამდებობას არ მიცემენ. ბავშვებთან არ მიუშვებენ ქალებს. არ უყვართ რუმინელები. საბავშვო ხალხი ვარ ჩვენ, სანდო. ქართველები. და მოხუცებსაც კიდე არ ვკლავთ. თუ არის შეკითხვები, მე მზად ვარ ერთი-ორ შეკითხვას უპასუხო. ძალიან თქვენი. ესე იგი თუ შეიძლება ორი მწერალი ვთქვათ რომ ეს ძალიან არ გავს ერთმანეთს მით უმეტეს ორივეს ერთი გამოცდილება აქვს ორივე ნაჯდომი და სხვა ერთ ფრაზას გეტყვით ორივედან და იმ წელს მიხვდებით სადაა განსხვავება დოსტოევსკი ამბობს რომ ციხეში ტრაგედია არის ის რომ არასოდეს არ ხარ მარტო ხოლო სოლჟენიცინი ამბობს რომ ტრაგედია არის ის რომ ვერ შოვლობ სუპს მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, რომ ვერ იმეტებ, რომ ვიღაცას გაუნაწილო. ეს ორი სხვადასხვა ფილოსოფია. რა თქმა უნდა, არის აქ წიაღსვლები. ოღონდ ეს არ არის წიაღსვლები თვითონ სოლჟენიცინის. ესა იმ 257 კაცის შენატანი, რომელსაც ამაზეც უფიქრია. ხო გითხარით, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ხალხი ციხეში არის რელიგიური ხალხი. განსაკუთრებით სექტანტები და ეს. რწმენით ხალხი. მათ შორის ბოლშევიკებიც, ანუ კომუნისტებიც
თეთრებიც, ანუ იდეოლოგიის ხალხი. ვინ არა, ვინც მიჩვეულია ბრძანებებს? სამხედროები და ადმინისტრაცია. ანუ მონები. სამხედროები ძალიან თვითონ ხო სამხედრო იყო, მაგრამ ამ წიგნმა ძალიან ზევიდან გადახედა, იმიტომ რომ მასობრივად ჩაეშვა ინტელიგენცია და სამხედრო ფენა. დოსტოევსკისთან ეს ასე არ არის, თუ ვინმე ღირსეული ტიპი არის, თავადია და ამ დოსტოევსკისთან განათლებული კაცი უფრო გაუძლებს, ვიდრე და აქ მასობრივად ჩაეშვნენ სწორედ განათლებული. ახლა თქვენ ხო იცით, ვინ უმღეროდა სტალინის ოსანა? საწყალი გალაქტიონი წერს, რომ გალაქტიონი გენიოსია, გალაქტიონი მაგარია და პრემია სხვას. სტალინური პრემია უნდა. სტალინური პრემიას როგორ მიცემდა, როცა სტალინზე თუ წერდა რამეს უგულოდ წერდა და ის პატიოსანი კაცი ლეონიდე მთელი გულით სტალინისტი იყო, მართლა უყვარდა და მართლა წერდა და სტალინი ამას გზნობდა და სამჯერ მიცა პრემია. იქ იყო ხალხი ებჯერ რო აქვს აღებული და ერთხელ ჯულიან ბაუნს ვუთხარი მე რომ ეგ კაცი რამდენჯერმე სტალინური პრემიის ავტორიც არის, მეთქი შე რო დახატე რომ ეგ ხმაურობდა მარტო და კარგი წიგნი დაწერა, ძალიან კაი წერა იმაზე რა ქვია შოსტაკოვიჩზე, მაგრამ ის არ იცოდა, რომ ისიც შემძვრალი იყო იქ საჭირო. მე სპეციალურად არ ვახსენე სოლჟენცინზე ახან ლაპარაკობდი შალამოვის გვარი, იმიტომ რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რა შეიძლება გულაგმა მისცეს ლიტერატურას, ხო, მაშინ შალამოვი არის 5000 დოსტოევსკი, 5000 რა ქვია სოლჟენიცინი როგორც წერალი. მაგრამ შალამოვი მოკვდება რუსულ ენასთან ერთად. ეგ ქართული ოცნება იყო, რომ შალამოვსაც თარგმნიდით და იმასაც, რა ქვია, ამხელა წიგნი რო გვაქვს. ძალიან კარგადაა გაკეთებული, მაგრამ ორიგინალთან გაუჭირდება, იჯიბრება. ანუ პლატონოვის და შალამოვის თარგმნა ზღაპარია დაახლოებით არის ოთარ ის რაგვარი იყო ჩვენი ოთარი არო ოთარ ჩხეიძე რო თარგმნო რომელიმე ენას. შეუძლებელია ისეთი ენა. ეს უნივერსალი კაცი აღმოჩნდა. ხო, ტერმინოლოგია ისაც ძნელი იყო, მაგრამ გაართვა თავი ჩვენმა მთარგმნელმა და ისე მთლიანობაში ყველა ენაზე იკითხება. ყველა ენაზე იკითხება. და უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ერთხელ მე ვკითხულობდი საგანს, რომელსაც ქვია დიაწიგნები, great books. ჩემს გვერდით კითხულობდა ამავე საგანს სოციოლოგი და ფილოსოფოსი. მე ლიტერატურაზე ვკითხულობდი. იმის სამი წიგნი თქვი შენიო, მითხრა. მე ვუთხარი ერთი, მეორე და მესამე სამი პოეტი დაუსახელე. ჰომეროსი, დანტე ალიგერი, რუსთაველი. მე ასე ვასწავლდი, სამი როცა იყოს, მე ვიცოდი, რატომ ვასწავლდი ასე. იმის სამი წიგნი რა იყო? ფროიდი, ეს ერთი, ნუ ფროიდისი იყო და გასაგებია, დარვინი, მეორე და არქიპელაგი გულაგი. ანუ წიგნები რომ გადაატრიალეს მსოფლიო. და რომელიც მართალი დარჩა იმის მერეც, ახლა ხო ყველაფერი წინ წავიდა. ლიტერატურა არ ვითარდება მასე, რომ ბოლო პოეტმა წინას აჯობოს, იმიტომ რომ ჰომეროსი მაინც ყველაზე დიდი გამოდის, მაგრამ მაგ არ არის განვითარება მაგ სახის, რომ უკეთესდება. ხო ფიზიკა ხო ვითარდება, ახლა მე და თქვენ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ნიუტონმა. მაგან ხო არის ის, რომ კოსმოსური სიჩქარეს თუ მივახლოვდებით, კოსმოსური სინათლის სიჩქარეს თუ მივახლოვდებით, დროში სხვადასხვანაირად ვიქნებით, ჩქარები და ნელები. და იმას მაგის წარმოდგენას არ შეეძლო, რა თქმა უნდა. ერთადერთი დარვინი გადარჩა, რაც სხვა ყველაფერი მართალი აღმოჩნდა. დღესაც მართალია. პატარა თქვენს რომ ის მოკლავსო, ისო. გენეტიკა მოკლავსო და გენეტიკამ დაადასტურა, პირიქით მოხდა. არსებობენ ეგეთი სხვა შორის ინგლისელებმა, რომ ჩამოთვალეს თავისი ყველაზე დიდი ადამიანები, მეცნიერებში და ხელოვნებაში პირველი დაასახელეს დარვინი, მერე შექსპირი, მერე ნიუტონი. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. პირველი ჩერჩილი, რა თქმა უნდა, ხალხს უყვარს პოლიტიკოსები,
მეორე ბრუნეი ოლიგარქი და მესამე ლედი დაიანა. ახლა რო ჩაატარან დაიანა ახლა ვერ მოხდებოდა. მაგრამ ასე მოხდა. კიდე თუ აკითხვა, გავცემ პასუხს და ისე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კაი ხალხი ვართ. რაღაცით. იმიტომ რომ სოფლიოში იშვიათად მოიძებნება ასეთ ვითარებაში ამდენი დაინტერესებული ადამიანი. არ არის ეს ცუდი ნიშანი. ჩვენ ვაპირებთ სიცოცხლეს. სხვა ადგილაშიც გამოჩნდა. ზოგიერთი ვერ მიხვდა, როცა ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, ახლა ფეხბურთელები ადრეც ყოლია, ვიღაცა ვერ მიხვდა, რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული ხდება. მაგრამ როდესაც ჩვენმა ქალმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, მაშინ კი უნდა მიხვდარიყავით, რომ რაღაცა ხდება ჩვენს თავს. ანუ საქართველოს აპირებს გადარჩენას. თორე არანაირი ძიუდოში ქალი ჩემპიონი ჩვენ არ გვეყოლებოდა, არ გვეყოდა და კაცი ჩემპიონები, გუნდური ჩემპიონი იაპონიას და სამხრეთ კორეას რო გააფუჭებ. ეს ყველაფერი ნიშანია, ზუსტად იგივე ნიშანი, რაც თქვენი აქ მობრძანება. ამასინაც ზუგდიდში ვიყავი და იქაც გორში ვიყავი და ცხელა ხალხო. კონდიციონერი არაა ყველაფერი, ხო? ერთი სული ვაკ მანქანა ჩავდა და კონდიციონერი მაინც. ერთხელ კალათბურთელი ცინცაძის აი როგორი ამბავი ეცით? ანტიგონეს ამბავია. ანტიგონემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ყველას. ჩვენ ვამბობთ, რომ ანტიგონე გმირია, მაგრამ ანტიგონე ამბობს, რომ არა. ანტიგონე გვეუბნება საყვედურს. თქვენ რას აკეთებთ თქვენ? კალათბურთელი ცინცაძე კაი ბიჭია, ნამდვილად. და მეტი არაფერი. ყველა დანარჩენი კალათბურთელი მოიქცა ცუდად. ესაა პრობლემა. თორე ცინცაძე რო კარგად მოიქცა, აგის ეჭვი კი არ მეპარება. აი ეს რაოდენობა რო ვარსებობ და კიდე ოჯახებში ყავს კაი ხალხი. ეხო ვიცით. მაგრამ ცოტანი ვარ. ლევ ტოლსტოიმ თქვა, ცუდები იმიტომ არიან კარგად, რომ ერთად არიანო და ჩვენ კარგებს არ შეგვიძლია ერთად. მაგას როგორც ქრისტიან კაცს ეგონა რომ ცუდები და კაცები ერთნაირი რაოდენობაა. ისე როგორც ვიღაცას გონია რომ 50% მკითხველია და 50 არა. სიმართლე არავინ არ იცის რომ 2%-ია მკითხველი. ყველაფერი იცვლება ახლა. ჩვენ მყავს ახლა ისეთი ახალგაზრდობა, როგორც არ მყოლია. მაგრამ ამ ახალგაზრდობას, რომელიც არ მყოლია, კითხვა ისე არ უყვარს, როგორც ადრე არ უყვარდა. სანამ წიგს არ აიღებენ ხელში, არაფერი არ გამომაპატიეთ, მაგრამ ერთი გურული ანეკდოტით უნდა დავამთავრო ეგ საკითხი. გურული წავიდა ბალეტზე. უყურა, ვერაფერი ვერ გაიგო, რა ხდება ეხლა. აწია ეს ქალი მოკიდა და ატრია. არა ძამაო, ბოლოს თქვა. სანამ არ დაწვევით, არაფერი არ გამოდიოდა. ზუსტად ისეა, სანამ წიგს არ აიღებენ ხელში, მე სულ ვეუბნები. ამდენი წელია ვლაპარაკობ ლიტერატურას, სულ მეგონა რომ ბავშვებისთვის ვლაპარაკობდი, რომ იქნება რაღაცა ვილაპარაკო, როგორც თქვენ მითხარით, რომ ახლა წავიკითხავ. მეგონა რომ მეც რო ვილაპარაკე, ის აიკითხავ და სულ ასაკოვანი ხალხი მეუბნება, მალადეთ მე და წიგნი წავიკითხავ. ახალგაზრდები. თეორია ამბობს, რომ თუ დედა და მამა კითხულობს, შვილი წაიკითხავს, დაარჩილის ხალხო. ახლა არ ჭრის, თორე ადრე ჭრიდა. რაღაცა მოხდა, ნუ ძალიან სერიოზული წერი გაგვიჩნდა, ხო, ახლა სულ ყველას გაგვიჩნდა, თან მარტო იმათ ხო არა. დაბადების დღის სურათები მაქვს ნანახი, თამადა დგას ლაპარაკობს და ყველა ტელეფონში თელისუფრა. ეხეთი დრო დადგა. მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის. ჩვენ კარგი ახალგაზრდობა გვყავს, იმიტომ რომ არ ეშინია. ჩვენი ნაკლი რა იყო? იატაკქვეშეთში შევქმნით პარტია. ანუ გავბედეთ, ხო? ღამე გამეღვიძა 40 მქონდა სიცხე. შიშისგან. მთელი ცხოვრება სანამ დამიჭერდნენ, მე ახლა დამიჭერენ და მეგონაო დამიჭერენ, დამთავრდება ყველაფერი. ხო და რო დამიჭირეს, საღამოს ვიმღერე. თუნდაც იქაც სიცოცხლე ამბავია, ეს დაჭერა სასარგებლოა.
ეს სასარგებლო წიგნი ამის თქმა მინდა შალამოვი რო ამბობს რომ იქიდან კაცი ვერ გამოვაოს ზნეობრივი ეგ ტყუილია ეგ შეცდომა იმიტომ ის წერალი იყო ძირითადად წერალი იყო და ეს იყო პასუხისმგებლიანი კაცი დაენანა მეც სხვა შორის სულ არ ვაპირებდი წიგნის დაწერას წიგნი შეიძლება დამეწერა ლიტერატურაზე მოგონებების წიგნს არ წერდი ყვებოდი ისე ალაგ-ალაგ სანამ არ მივხვდი რომ მე თუ არ მოვყევი ის ხალხი არავის არ გაახსენდება და ყველას ეგონება რომ ციხე არის ის სადაც ხაჭაპური ჭარ არა მეგობრებო ციხეში ხაჭაპური თუ შეჭამი რანაირი ციხეა თუ არ გაიყინე თუ არ მოგშივდა თუ არ ინერვიულე თუ არ გული თუ არ გაგიცხდა სამაგიეროდ ყოფილი პატიმრები დიდხანს ცოცხლობენ სოლჟენიცინმაც გაიხან სიცოცხლე იმიტომ რომ იქ გენახება რა გენახება ხო იცით ადამიანს აბერებს ბევრი ადამიანის სოდნა ბევრი რო არიან და ის ისე რო ფიქრობ და მე რომ ამუკავიცი ჩემი ყოფილი მოსწავლე და ვიღაცამ რო ირაკლი იცის თავისი ყოფილი სიძე და ამ შემდეგ ეს კლავს ადამიანს ამიტომ მე 3 წელი ვიჯექი მაგრამ ერთი დაახლოებით 20 წელი მეკუთვნის მაშინ ხურდაში ამას რატო ამბობ გეტყვით ეს ფინალური აზრია მე დავიბადე და ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და ახლა რო ვიანგარიშე საბჭოთა კავშირში რამდენიმე წლით მეტი მაქვს ნაცხოვრები ვიდრე დამოუკიდებელ საქართველოში და ვითხოვ იმ წლებს თუმცა კი სოლონმა თქვა რომ შვიდეულებად დაყო ჩვენი ცხოვრება პირველი შვიდეულის მერე კბილებს მოიცვლი მეორე შვიდეულის მერე სექსუალური მერე 21 სიმწიფე მერე შეიძლება პრეზიდენტი გახდე მერე შვიდეულები და 7 ათეულის რო გახდები მერე შენი სიკვდილი არავის გაუკვირდება მე არასოდეს არ ავღელვებულ ვარ არც ერთ ასაკზე პირველად როცა 70-ის გავხდი მაშინ მივხვდი რომ აწი ყველა დღე ნაჩუქარია სოლონმა მოახდინა საშინელი გავლენა მეგობარი მყავდა რომელიც ამბობდა 64 წლის მოკვდები მეო არა ვეუბნებოდი კაცო რა არის ამბობდა ჩვენ დროში ექიმი ხარ ანტიბიოტიკებია ისა დაბერდა ხალხი დაბადების დღიდან მეორე დღეს მოკვდა იმიტომ რომ ჩაიდო თავში ხო იცით ხო და მე კიდე ჩადებული მაქვს სანამ არ გავასწორებ ანგარის საბჭოთა კავშირთან მანამდე არა მე ვიჯექი ძალიან საინტერესო წლებში 83-87 ანუ ჩემ დროს დაიწყო პერესტროიკა ჩემ დროს ჯერ ერთი იყო ანდროპოვი მერე მოკვდა ანდროპოვი მერე იყო ჩერნეკო მერე მოვიდა გარბაჩოვი მერე დაიწყო პერესტროიკა ვზივარ ციხეში და ჩემს გვერდით ზის კაცი გვარად პალაკოვი ბრალად ედება რომ გაავრცელა მოთხრობა კატლავან ქვაბული ქართულ თარგმანში ახლა გვაქვს ესე იგი დიდი ტირაჟით მთელი 100 წელი ანუ თვითონ იყო გაუნცემლობის თავარი ინჟინერი ღამე დატოვა მუშები გადაუხადა ფული და აბეჭდინა ანტისაბჭოთა ლიტერატურა ლენინგრადში ხო და დაიჭირეს 5 წელი და 2 გადასახლება აქვს მიჟილი 100 წელი გავრცელა მაგრამ ამა დაუმტკიცეს 3 წლის გავრცელება და ზის მოვიდა ჟურნალი მოსკვა ტირაჟი 2 მილიონი გარბაჩოვის დროა და დაბეჭდილია თავიდან ბოლომდე ეხშენი კატლავანი შევდივარ ზონის უფროს და მეუბნე გაუშვით ეს კაცო აგერ ხო და მილიონი რაც უნდა დაბეჭდონო გულაკს ხო მაინც არ დაბეჭდავენო და გავიდა ერთი თვე დაიბეჭდა გულაკიც ჩვენ ვითხოვდით გაგვიშვით მე მოვიხადე მაგრამ ჩემს მერე არავის აღარ მოუხდია იმიტომ ორ კვირაში მომაყოლეს ტელევიზიონა იმიტომ რომ გამოცხადდა ამნისტია და სულ ყველა გამოყარეს ერთმა ორმა ქართველმა მოახერხა და არ ვეთანხმები ამნისტიასო და იჯდა ბოლომდე ერთი იყო ჩემი ძმაკაცი ვახტანგ ძაბირაძე რომელიც ბოლომდე მოიხადა ჩვენ ბოლომდე გვაქვს მოხდი ციხეში არის თავისი წესები აქ ყველაფერი წერია სხვა მაგალითად თქვენ გაქვთ მიჟილი 10 წელი და მე 4 მე თუნდაც ვიყო აკადემიკოსი ლიხაჩოვი და თქვენ იყო ჩემი სტუდენტი მე ვერაფერს ვერ გეტყვით ზნეობრივ სიტყვას ვერ გეტყვით რომ ასე უნდა ქნაშვილო და დიდი სროკი ნიშნავს რომ უფრო ჭკვიანია
უფრო დამსახურებულია. ამიტომ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მე ვარ მოგრძალებული პატიმარი. ამიტომ ბევრი რამე ვისწავლე, იმიტომ იქ იყო ხალხი, რომელიც იმატებდა სპეციალურად, რომ გარეთ არ გამოსულიყო. მინდა გითხრათ უცნაურობა. ადამიანს ურჩიან ორ რამეს. ბევრი რამე შეიძლება მოგიცეს. კანონში ბევრი რამე შეიძლება ეწეროს. მაგალითად, აქედან აქამდე გადასახლება ან გადასახლების გარეშე, კონფისკაცია, კონფისკაციის გარეშე, წოდების ჩამორთმევა გარეშე და ასე. ბევრი რამე. მე მომისაჯეს მარტო 3 წელი. რატომ? იმიტომ რომ მოკვდა ის პატიოსანი კაცი, ანდროპოვი და კი ნაღამ სახში გაგვიშვეს ის კი არა, რომ მოსულიყო გარბაჩოვი სახში გვიშვებდნენ, მაგრამ მოვიდა ჩენენკო და ამიტომ ცოტა მოგწეს და ჩვენ ჩავედით მოგძალებული ხალხ 7.5 აქვს. მაგრამ უცებს გაირკვა რომ უკრაინა 2 სულშის, რუსეთი 2 სულშის, არა 3-საც არა და 4-საც არა. ამიტომ ჩვენი 3.5 და 4 ცოტა იყო, მაგრამ არც ისე რომ თვათ შევწმენილი ყავით. მაგრამ ძველი ხალხი ხო იყო? ციხეში რომ ხარ, იქ შენნაირები არიან და ამიტომ გაძლებ. მაგრამ გადასახლებაში რომ მიდიხარ, ერთი ხარ ადამიანი და შენს ირგვლივ არის 500 ცხოველი. წარმოგიდგენიათ? სად გიშვებენ? გიშვებენ ვრემიასი როჯერა ისეთ რუსეთში რა. სადმე კამჩატკაზე და კაი ადგილას. იქიდან ცოცხალი ვერავინ ვერ ბრუნდებოდა. ამიტომ ყველა მიცოდა, რომ თუ გადასახლება მოახლოვდა, ჯობია დავიმატოთ. ვიდრე იქ წავიდეთ. იმიტომ რომ აქ აგერ ჩვენიანები არიან ჩაივსვამთ, ლაპარაკობთ რაღაცა ანეკდოტების მოყოლა რამე, ყველაფერი მოსულა, იმიტომ არაფრის აღარ გეშინია ახლა. ციხეა, ისეაც იქ ხარ. მე ვიჯექი ერთ შესანიშნავ რესპუბლიკაში, რომელშიც არ ცხოვრობს მოსახლეობა. ყველა ვინ ცხოვრობს არის ციხის ან ადმინისტრაცია, ან დამკვირვებელი, ან რაღაცა, ქვია მორდოვეთის ავტონომიური რესპუბლიკა. დედაქალაქი სარანსკი. თუ მაინდა-მაინც ფილოლოგებისთვის ცნობილი ქალაქია იმით, რომ მათ იჯდა ორივე დიდი გენიოსი რუსული ფილოლოგიური აზრის, ალექსანდრე პროპიც, ზღაპრის სპეციალისტი და ბახტინი, რომელიც არის დოსტოევსკის და დიდი ლიტერატურის სპეციალისტი. ეს არის საზღარი ადგილი, იმიტომ რომ ვოლგა გადმოდის სულ გადმოდის და -35 გრადუსი და გადმოსული ვოლგა ერთად არის საშინელება და ერთხელ იყო 45. ყველა ჩაწვა, ყველა. ერთი ქართველიც კი ჩაწვა. ჯონი ლაშქარაშვილი. ცოტა უმტყუნა იმან ფილტვებმა. და მთელი ზონა წევს. და პლაცზე სეირნობს 4 ქართველი. იქით აქ. ჩვენ არა. ძალიან გამძლე ხალხი ვარ. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ქართველები კარგი პატიმრები არიან. ანუ წესების დაცვა, არ ჩაშვება, შიმშილობა, იდეური გამართულობა. ძალიან. ჩვენ საღაც არ ვარ გივართ მართალია ციხეში. მერაბ კოსტავას სასამართლომ იმ სირცხვილით რომ ერთ საერთოდ არ უსჯიდა მიუსაჯა 2 წელი და არა 10 და 7 და 5, მაგრამ იგი იჯდა 10 წელი. იმიტომ რომ დაუმატეს და არ გატყდა. და როგორ რას ნიშნავს არ გატყდა? რომ მოვლენ და რო გეუბნებიან ჩაიხადე, უნდა შეგხედოთ სადღაცო, ის არ იხდიდა რა. და სულ სხვა რამეს ეუბნებოდა. სხვაგან ჩავიხდივეძა. საზიზღრად იქცეოდა. ანუ კარგად. ამიტომ ყველა პატიმარმა იცის, რომ რო ახსენებ კოსტავა, ფერზე უნდა ადგე. იმიტომ საპატივცემულო იყო მისი ვაჟკაცობა. მე რაფს? როგორ მინდა რომ ასე იყოს. მე რაფს ისე უყვარდა ზვიადი, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო. რაც შეცვალა ზვიადმა, რამდენიც შეძლო, რაც ვერ შეძლო და სხვა, მე რაბი ზვიადის წინააღმდეგ არ წავიდოდა. თუმცა როგორი კაცი იყო, გეტყვით. ერთხელ 24 თებერვალია და მეორე დღეს 25 თებერვალს თელს ქალაქში გამოცხადებული აქციები. ყველა სხვადასხვა ადგილას, როგორც ყოველთვის ოპოზიცია დაშლილი. შემხდა მერაბი ვაკეში
აგერ აქვე მასთან მეხუთე კორპუსთან და თამარი არის თავისი ნივით და მერაბი უზის. გავაჩერე ვეუბნები ხვალ სად იქნები. მე ყველგან მოვალ, მერაბმა თქვა. და რაკნა, ზვიათთან მივიდა, ჩვენთან მოვიდა, გპ-ისთან მოვიდა, აი როცა გვცემეს. სხვა შორის გპ-ისთან რო კონკავშირლებმა გვცემეს, მე და მერაბიც ვიყავით და სურათიც გვაქვს. აქ მე დავდუმდები, იმიტომ რომ მე როგორც პატიმარი კაცი, ყველა პატიმრის გულშემატკივარი ვარ. იცით რა, ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი, ყველას გვაქვს ჩვენი შეცდომები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე მაგალითად მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეხლა ვფიქრობ იმაზე, რომ 2007 წელს რუსულ საქმეს ვემსახურებოდი. მე. რომელსაც არ უნდა მომსახურებოდი თითქოს. ის მიტინგი, რომელიც ბადლის დაფინანსებული იყო, ის რუსული იყო. მაგრამ ჩვენ რა ვიცოდით? ამიტომ მე ვერ დავდებ თავს, რომ არასდროს არაფერი არ შემშლია, ვინმეს არ შეეშლია, ეგეთ რამე არ არსებობს. ხანდახან იმის გვერდით როგორ იდეგი და მართლა მაგი დაუსვით ჩერჩილს როგორ დადგა სტალინის გვერდით და კიდევ უფრო ამერიკელებს. სტალინის გინების მეტი ხო არაფერი არ უკეთებია. ჩერჩილი ლითია მოსული პოლიტიკაში, რომ იყო პატიოსანი და თავის ინტელიგენციას აგინებდა, მარქსისტებს აგინებდა და კაი მტკიცე კაცი იყო და გამოადგათ ინგლისელებს. ვინმე მთხრერო ყოფილიყო, როგორც ყავდა წინამორბედი, ინტელიგენტი და ნამდვილი თავადი და ასე შემდეგ და ჩემბერლენი, ის გაურიგდა ჰიტლერს და ჩაეხუტა და შვიდობა და რაღაცა იძახა. მუსოლინიო იქნება ჩვენი შუამავალი. ეს კლოუნი, ესე იგი ვერ იცნო, ვერა. სხვა შორის მუსოლინი იყო ალბათ ყველაზე განათლებული ტირანი. სტალინზეც კი. მართლა იცოდა რაღაცა. პირანდელოში იყვანა პარტიაში. აბა. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო. უთხრათ ჩვენ მადლობა შაქრო ბაბუას, უთხრათ მადლობა აუცილებლად აკადემიას, რომელიც არის ყველაფრის სწავლის აკადემია. და მიუხედავად ბევრი ნაკლისა, რომელიც ზოგადად აქვს სოლჟენიცინს, ამ წიგნისთვის კი ეკუთვნით ჩვენგან მადლობა, იმიტომ რომ ჩვენს დამოუკიდებლობაში შეიძლება 9%, 2%, 1.5 მაინც ამ წიგნმაც შეასრულა თავისი როლი.